GDS მშვიდობისა, მოგესალმებით დრიფტის მოყვარულებო რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომიდან, მე ნიკა შელია და ზურა დიასამიძე. ამინდის და განწყობაც მოწოდების სიმაღლეზეა იმისთვის, რომ ვნახოთ ერთ-ერთი საუკეთესო შოუ დედამიწის ზურგზე. გეთახმები ნიკა, გეთახმები, როგორც იქნა დაიწყო Best Live Racing სეზონი 20-25. ველოდებით, კარგი ხანი ამინდის ხელს გვიწყობს. კი, რა თქმა უნდა. და უკვე ტრასაზე ვხედავთ განწყობილი არიან 20 თავარი გმირი დევანდელი დღის. განწყობა საკმაოდ კარგია, ტემპერატურაც მაღალი, შიგნით უკვე. ყველგან ტემპერატურა მაღალია, ტრასაზეც, ბოლიდებშიც, ჩვენს გულებშიც. რა თქმა უნდა. შეგვიძლია გავეცნოთ უკვე ჩვენს მონაწილეებს. ხალიევი რომელსაც კვალიფიკაციაზე საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, მე-9 ადგილას იყო, მე-10 ადგილას, როგორც მახსოვს. შემდეგი ნომერი 357 ფარვის აზიზოვი. ძალიან ლამაზი BMW E30, შემდეგი ნომერი 888 ელჩინ მამედოვი. დიდი მადლობა ნიკა. გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. ირაკლი შალიკაშვილი. ნომერი 100, არ დაგვავიწყდეს. მისი საფირმო ნომერი, პანიშერით, ახალი პანიშერით. ნომერი 540, ხაიელ აღჯაბაილი. ისევ E30, ახალი ლივრეით, მე მგონი, როგორც ვატყობ. ბატონო. ფარიდ გულიევი, ნომერი 79. დაგვიბრუნდა. მწვანე მონსტრით E30. ჯეიჰუნ სულეიმანოვი, ნომერი 555. გულით შემოგთავაზა. ზუკა ოძელაშვილი, ნომერი 18. აი, ზუკა ოძელაშვილი, რომელიც გიორგი კოდუას E36-ით გამოდის, ერთმანეთში არ აგვერიოს. სურენ კამალიანი, ნომერი 35, ისევ E30 პლატფორმით. ნიკოლოზ დოლიძე, ნომერი 29. ეხლა უკვე 29. თვითონ როგორც ეძახით, GDM BMW, მარჯვენა საჭიანი, დიახ. გიორგი კოდუა, ნომერი 23. GT86. ძალიან მომწონს. სოფიანი GT86, ალბათ თვითონ როგორც ეძახის. ომიკო ფანჩულიძე, ნომერი 7. აი, ომიკო მოგონი მოასწრო და თავის მანქანის შეკეთება მოახერხა. გიორგი სარიშვილი, ნომერი 3. ხედავთ. ამ მუსტანგსაც და უეციებს ჩვენს უკან. კი, რა თქმა უნდა, ირაკლი ფიფია, ნომერი 23. სოფიანი მეორე ნაცრისფერი BMW LS-ით. შალვა შაკ აჯიაშვილი, ნომერი 43. და აი კვალიფიკაციის ხედავთ ნომერი 19. ნუკრისალია, ეს არის მე მგონი უკვე მეორე ადგილას არის წლოვანებით, 19 წლის მონაწილე, ნომერი 28. მანამ იყო ყველაზე პატარა მონაწილე, ეხლა და ევა ივანოვი 599 ნომრით. ჩამოართვა ევამ ეს წოდება. ბატონო. სულ 15 წლის მონაწილეა. ჩვენ რას ვაკეთებდით 15 წლის რო ვიყავით? აი ადამიანი მე-4-ზე გავიდა GDS-ის კვალიფიკაციაზე. ძალიან მაგარი შედეგია. მე მგონი ძალიან კარგი წყვილები უნდა ვიხილოთ. კი, საკმაოდ დაწაბული ბრძოლა იქნება. იმიტომ რომ დღეს დილას როგორც დაიწყო, გახურება, ვარჯიშები ერთმანეთთან კარგად მორგებულები არიან, უკვე იციან ერთმანეთის ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, ამიტომ ახლო და რისკიანი დრიფტი უნდა ვიხილოთ დღეს. რა თქმა უნდა, პატარა ინციდენტიც იყო დღეს, მნიშვნელოვანი არაფერი. ახლა კი დროა მოვისმინოთ საქართველოს ეროვნული ჰიმნი და მერე უკვე გადავალთ რბოლაზე.
მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო საქართველოს დრიფტის სერიების 2025 წლის სეზონის გახსნაზე. GDS-ი დაბრუნდა და თან დაბრუნდა ძალიან მაგარი და ძალიან კარგი სიახლეებით. ამ სიახლეებზე რა თქმა უნდა უფრო კარგად მოგვიყვება ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გიგი ტუღუში, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად შემოვა კადრში. გიგი, ძალიან გთხოვ რომ მოხვიდე. პირველ რიგში მინდა რომ მოგილოცო სეზონის წარმატებით დაწყება. წარმატებულია უკვე დასაწყისი, იმიტომ რომ ის პაუზა, რაც სეზონიდან სეზონამდე გაქვს, პაუზა არის მხოლოდ მაყურებლისთვის, დანარჩენი ეს პერიოდი ორგანიზატორებისთვის არის მართლა დაუღალავი შროვა იმისათვის, რომ სეზონი შედგეს და სეზონი ნამდვილად შედგა. ჩვენ აქ ვართ და ველოდებით არაჩვეულებრივ გარბენებს. გიგი, სიახლეებზე რომ მოგვიყვა, რა სიახლეები იქნება წლევანდელ სეზონზე, ვიცით რომ უფრო მეტი ღონისძიება გვექნება, საპრიზო ფონდი არის უფრო მეტად გაზრდილი უპრეცედენტო რაოდენობის და აი ამ ყველაფერზე რომ გვესაუბრო. გამოგართმევ. პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნოა რომ ყველა ბილეთი გაიყიდა და ამხელა ინტერესია ჩვენი ღონისძიების მიმართ და დრიფტერების მიმართ. დიდი მადლობა გულშემატკივარს პირველ რიგში ამისთვის. ყავს ახალი წამყვანიც ყავს, რაც სიახლეა, ეს BMG-ის წამყვანები არიან და კაცრად ნუ განსჯით მაყურებელი ლაივ სტრიმის, მით უმეტეს ვიცი თითოეულ შეცდომაზე როგორ მკაცრები არიან და JDM-ის მოყვარულია, კაი ადამიანია ნიკა შელია, ასევე გიორგი დანელია და მაქსიმალურად ჩაერთვებიან ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტს ისწავლიან ჩვენს ღონისძიებებზე. მთელი წელი ჩვენთან ერთად იქნებიან სხვადასხვა ქალაქებში, ეს როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალური იქნება და ნუ საპრიზოც 2-ზე მეტად გავზარდეთ, რაც შეგვეძლო მთელი თანხები უკვე ჩავდეთ საპრიზოში, დაახლოებით 70,000-ია ჯამურად, ეს ну, რა თქმა უნდა, მაინც დიდი არ არის მრბოლელებისთვის, როგორც ავტომობილებს ამზადებენ, მაგრამ მაინც რაღაც მხარდაჭერა იქნება ჩვენი მხრიდან. დანარჩენი, რა ვიცი, კარგი ამინდია, ერთადერთი ქარია და ცოტა დროშების, ბანერების ყველაფრის დაჭერა გვიწევს ხელით და დანარჩენი წარმატებას უსურვებ, როგორც მრბოლელებს, ასევე მაყურებელს უსურვებ საუკეთესო სანახაობას. მადლობა ყველას თანადგომისთვის. ძალიან დიდი მადლობა გიგი, მაყურებელს რა თქმა უნდა მოუწოდებ რომ დარჩეს პირდაპირ ეთერში, ვინც ახლა ეკრანებიდან გვადევნებელ თვალს. მართლაც ყველა ბილეთი გაიყიდა დღეს დილით, უკვე არც-ერთი ბილეთი აღარ იყო სამწუხაროდ და უზარმაზარი რიგი იყო შემოსვლაზე, რაც მე საერთოდ ავტოსპორტში ვარ ეს პირველად ვნახე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ძალიან მაგარი სანახაობა გელოდებათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალი მონაწილე ყავს, გოგო ყავს, რომელიც არის სულ რაღაც 15 წლის და დადის სასწაულად. ამიტომ ძალიან მაგარი შეჯიბრი გელოდებათ. ეხლა გადავიდეთ ისევ კომენტატორებთან, მე გადავალ დახურულ პარკში და იქიდან პერიოდულად ჩავერთვებით და განახებთ, რა ხდება ხოლმე კადრს მიღმა, ანუ მელოდანს იქით. დროებით. ესე იგი, ტოპ 32-ში გვაქვს სულ რაღაც 2 გარბენი. გიორგი გრიგალაშვილი ელოდება ელჩინ მამედოვს და ნუკრის ალიეს შორის გამარჯვებულს. ნიკოლოზ დოლიძეს და ირაკლი შალიკაშვილის შორის გამარჯვებულს კი ელოდება გიორგი კოდუა. და დავიწყეთ რბოლა. ცოტათი უფრო ადრე დაიძრა ნუკრის ალია. რა კარგად მოწმენ, გადაცდა ელჩინ მამედოვი და აი აქ გაუსწორდა მე მგონი თვლები ნუკრის ალიას, ამას გამეორებაში კარგად ვიხილავთ. ნენელა შეძლო მიახლოვება და სინქრონული გადაწყობა დრაგის სექტორში ბოლო ზონას უახლოვდებიან. კარგად შეავტო ელჩინმა ერთი საფურავი გადასცა და კორექცია ჰქონდა. საინტერესო იყო ძალიან რაღაცა მე მგონი ცოტა გახურება ჭირდება ბოლელებს და როცა მიყავს აი ნუკრის მგონი პირველ გავლაზე ქონდა ის შეცდომა რომ ცოტათი ადრე დაიძრა. შეისერს აქვს იმის უფლება რომ ადრე დაიძრას, მაგრამ იმდენად ადრე მოუვიდა ეს რომ მოუწია დალოდება თავის ლიდერზე და აი აიღეს სტარტი. აიღო კარგად ორივე კლიპი. სამე კლიპიც აიღო, შედის. კარგად გაიარა. ბრავო სალია. ბოლო კლიპიც აიღო. ოდნავ გამოვიდა, შევიდა ისევ ზონაში. ბრავო. კარგი გარბენი იყო ნამდვილად. ბრავო ნუკრის ალიას. ნუკრი მაქსიმალურად ფართოდია რა, ცოტა გადაუვარდა თვლები რამოდენიმე ადგილას, მაგრამ ხონდა მცირე კორექციები და ველოდებით ახლა ჟიურის გადაწყვეტილებას. გვაქვს უკვე პასუხი. ხედავთ ლაშან ჭანტურიას, რომელიც მიიმართება ბოლელებთან და ახლა გამოაცხადებს OMT
თავიდან გაივლიან მეგობრებო. ნუკრისალია მდევარი. ისევ აიღებენ სტარტს. და დავიწყეთ. დავიწყეთ. ისევ ასწრებს ნუკრისალია სტარტის აღებას. აჩქარდა ელჩინ მამედოვი საბოლოოდ. მოწყვეტა, კარგი სინქრონული გადაწყობა მეორე კლიპისკენ, ცოტა კორექციები აქვს ნუკრისალიას, მაგრამ ახერხებს ნენელა უახლოვდება ელჩინ მამედოვს. დრაგის სექტორში თავარია სინქრონულად გადაეწყოს და აი ბოლო გადაწყობა კარგად დაუმიზნო, სადაც შედიან მეორე გარე ზონაში. ძალიან ვიწროდ გაიარა, ნუკრისალია და გაუსწორდა ავტომობილი. ვაუ. ამას არ ველოდით არავინ. არაფერი არ მოასწავებდა ამ ყველაფერს ავტომობილის გასწორებას. საკმაოდ სტაბილურად მიყვებოდა მთელი გავლის განმავლობაში. აი ეგ მოწყვეტაზე ვხედავთ ეგრევე ახლოს სინქრონულად გადაეწყო. მიუახლოვდა აქცია კორექციები ქონდა, რა თქმა უნდა, კარგად გადის სხვათა შორის ელჩინი ამ პირველ ზონას. აქაც ცოტა მოუწია გატარება ლიდერის. ვიწროდ გაიარა თვითონ ელჩინმა მესამე კლიპი და აი მე მგონი უბრალოდ ძალა დაკარგა. ნუკრიმ და ვეღარ მოახერხა დრიფტის შენარჩუნება. აქ მაქსიმალური უპირატესობა აქვს ეხა ელჩინ მამედოვს 10-0-ზე როგორც ისე დაარქვით. ეხა ნუკრის ერთადერთი უშუალეს ის მომენტი თუ თვითონ იდეალური lidy გააკეთა და ელჩინ მამედოვი ჩეისზე განულდა. მაგრამ ელჩინმა მაქსიმალურად სისხლიანობა შეინარჩუნოს და უბრალოდ კარგი სტაბილური ჩეის გავლა დადოს. დავიძარით, მაქსიმალური აგრესია უნდა გამოვიჩინოს ნუკრისალია გადაწყობა მეორე კლიპში უახლოვდებით შენელების ზონიდან პირველ ზონას. კარგად გაიარა. ელჩინი ცირე კუთხით მისდევს, ცდილობს არ ჩამორჩეს ნუკრისალიას. ნუკრისა აგრესიული გადაწყობა ბოლო ზონაში რამხელა კუთხით შედის მეორე ზონაში. აქვე ელჩინ მამედოვიც და ფინიშა საკმაოდ ახლოს. დასაწყისში იყო ცოტა შემეშინდა, ზედმეტად სეიფრანი არ გააკეთოს მეთქი ელჩინმა, მაგრამ იმუშავა და ნენელად წამოეწია. აი ხედავ როგორ უკეთესი აჩქარება აქვს ნუკრის. აი ეგ ცოტა კარგად აიღო აქაც კლიპი კარგად აიღო, მცირე კუთხით მიყვება, ელჩინი ცდილობს აღმოფხვრას ეს დაშორება მათ შორის და აი ეს დრაგ სექტორი რომელიც არის ნუკრის ავტომობილის კარგად ჩქარდება უკვე. პირატესობა ისევ გაზარდა დაშორება და აი ეს ადგილი სადაც დასაწყისში ცოტა ამოვარდა ზონიდან, მაგრამ მოახერხა ისო ზონაში დაბრუნება. ელჩინ მამედოვმა კი დაასრულა თავისი ჩეის რანი. ეს იდარიგით 0-ის გარეშე ჩვენ ვერანაირი პრობლემა ვერ დავინახე, არსად არ გასწორებულა. ამ წყვილში კი გამარჯვებული არის ელჩინ მამედოვი, რომელიც გადავა შემდეგ ეტაპზე, ტოპ 16-ში და შეხვდება გიორგი გიგალაშვილს პირველ ადგილას. საინტერესო გარბენი გველოდება უკვე. ლიდერად ყოფნა პირველ გავლაზე მცირე უპირატესობა მაინც არის, იმიტომ რომ გაქვს უკვე ინფორმაცია, შენ დავალება მაინც ის არის, რომ იარო მაქსიმალურად სტაბილურად, გახსნილად, იდეალური საკვალიფიკაციო გარბენი და ავიღეთ სტარტი. ნიკოლოზ დოლიძე დაიძრა, ირაკლი შალიკაშვილი შეეცდება უკან მოწყდეს. როგორ მიყვება და ვერ გადაურჩით, ბოლომდე ვერ გადაურჩით. კონტაქტი მაინც ხა ირაკლი შალიკაშვილმა და თვითონ აცლა, შეაჩერა მანქანა დროზე. ირაკლი შალიკაშვილია გადარჩა. ფეხი დაარტყა ნიკოლოზის მანქანას, ალბათ უკმაყოფილი ვარ რომ ვერ მოახერხეს წყვილში დრიფტი, ხო, აი აქ დაუტრიალდა ნიკოლოს ავტომობილი. საინტერესოა რატო ალბათ საბურავი გაცივდა სანამ სტარტის ხაზზე იდგა, ან რაღაცა ტექნიკური შეცდომა იყო. ეს საინტერესო იქნება შემდეგ უკვე პადოქში მარო ან გიორგი გვეტყვიან უკვე გაიგებენ რა მოუვიდა. სავსეა ტრიბუნები. ჩვენსავით ყველა ელოდებოდა GDS-ის გახსნას 20-25 წლის BetLive Racing სეზონი. მოგესალმებით. ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ ახლა იხილეთ ირაკლი შალიკაშვილისა და ნიკოლოზ დოლიძის გარბენი, რა დროსაც ნიკოლოს დაუტრიალდა ავტომობილი და მე მგონი ირაკლი დაეჯახა.
მოდი მოგვიყევი რა მოგივიდა და მე ირაკლისთან გადავიდე. ცოტა მეტი მომივიდა და ცოტა სულ რაღაც ამდენის და შევასკეთით მეტოს. მოინათლა ახალი მანქანა. მაგრამ კაია რომ ირაკლი არ დაზიანდა და გააგრძელოს პროვოს. ეხლა ეთიშები შენ გარბენებს? თავისთავად. ირაკლი. შენ დაეჯახე? არა, არ დავეჯახე. აი, რომ მოწყდა იქიდან კოჭებში ეთყობოდა, რომ კედელზე მიდიოდა და ძალიან სწრაფად და პროფესიონალურად მოახერხე რეაგირება, იმიტომ რომ შორიდან აიუნიდან ეგრე ჩანდა, რომ იმდენად ახლოს ვიყავით, რომ დაეჯახეთ ერთმანეთს. კი, წვეტივი წამოვიდა იქიდან და ვიცოდი, რომ დოლიძე ვერ გააჩერებდა მაგას. ნიკოლას არაფერს უპასუხე. არა. ჩარტი ბრა. ეთი შეიძლება ლურჯი კატა დავმარხე შარშან რა და ვინც იპოვის და ამ მოთხრის საჩუქარი ჩემზეა, ვინც აქ მომიყვანს რა. რატო მაგ ლურჯ კატას რა ჩაუთ? ლურჯი კატა მიხვდება დრივს ვინც უყურებს ყველა ვინ არის. კაი, ირაკლი. მანამდე მოდი იცი როგორ წეღან არ გქონდა საშუალება მანქანაში იჯექი. შენ მანქანაზე რომ მოგვიყვა, იმიტომ რომ შენ მოკლედ წინა წელი ძალიან წარმატებულად დაასრულე, რაც ჩაუთქვი რომ უნდა გაგეკეთებინა, მაგას მიაღწიე, ასე ვთქვა და გახდი ჩემპიონი. წლევანდელი წელი ძალიან კარგად დაიწყე, იმიტომ რომ ახალი მანქანა აწყო და პლუს საზღვრებსაც გასცდი და მოდი ამაზე მოგვიყვი სანამ დრო გვაქვს ახლა და სანამ ნიკოლას მანქანას აიყვანე. წელს ესპანეთის ჩემპიონატს ვივლი ჩემი BMW-ით, LS-ით, ნამდვილი მანქანით. აზიის ჩემპიონატიც მინდა რომ ვიარო და ეხლა ამ მანქანას გავუშვებ და საქართველოს ჩემპიონატზე სხვა მანქანით გავაგრძელებ ასპარეზობას. რავი, ჩემ მანქანას LS BMW-ს და ამ SX-ზე შორის დიდი განსხვავება არის. მე უბრალოდ JZ-ზე იმიტომ გადავედი რომ ვიღაცას არ ეთქვა რომ LS-ზე ჯობია და მაგიტო იგებს ან რაღაცა და ეხლა მინდა რომ JZ-ისაც ესე ბედივ ცადო რა იქნება. ესე იგი, ის პირველი მანქანა რითიც ჩემპიონი გახდი საქართველოში წაიყვანე ესპანეთის შეჯიბრებისთვის იყენებ და ამითი როგორ ამითი ეს მანქანა ეხლა შეჯიბრის მერე ორშაბათს აზიის ჩემპიონატზე წავა და აქ ახალი მანქანით ველოდები, ანუ გამოვალ სურპრიზი არის, გამოიწერე ჩემი YouTube არხი და გაიგებ რა მანქანით გამოვალ. კიდე ახალი მანქანა იქნება ეს. კი, ახალი მანქანა იქნება, სურპრიზად მაქვს შენახვა. ვაუ, რა საინტერესოა და ამ მანქანას როგორ შეეწყო, მოდი გვითხრი. აი, დღეს გამოჩნდება, ბოლომდე შევეწყე თუ არა, თუ მოვიგებ, შევეწყე, თუ ვერ მოვიგე, ესე იგი ვერ შევეწყე. ძრავით განსხვავებული გაქვს, ხო? ძრავით განსხვავებულისა, კუზაუს განსხვავებულია, სულ სხვა მანქანაა. რომელი გირჩევნია? რომელი მიჩევნია? ის რითიც წინა წელს ასპარეზობდი თუ ეს? ზანაც რომ მინდოდეს რომ თქვა ეჯობია, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მაშინ ჩემი თელი წარსული უნდა წავშარო და იჯობია. რატომ მიიღე მაინც გადაწყვეტილება ეგ უფრო დეტალურად რო გითხრა რატო შეცვალე მან? ეგ გითხარი უკვე რომ ვიღაცამ რო არ თქვას რომ LS-ზე ჯობია და მაგიტო იგებდაო, ეხა JZ-ით ვივლი და შემდეგ დაამტკიცე რომ JZ-ითაც მოიგებ და LS-ითაც მოიგებ. ეხა დღეს შეჯიბზე 20 მანქანა, 20 მანქანიდან 18-ს აქვს Mercedes-ის ძრავი და შემდეგ წელს შეიძლება Mercedes-ის ძრავით მოვიდე რა. ძალიან საინტერესო. ვიხუმრე Mercedes-ის ძრავით არ მო. მასკვიჩა ეგ არ გეგონოს, ეგ ყუილია, ვიხუმრე. ესე იგი, შემდეგ ეტაპზე გნახავთ ახალი მანქანი? კი, შემდეგ ეტაპზე YouTube-დან გავიგებთ რა მანქანაა თუ პირდაპირ აქედან გავიგებთ? არა, YouTube-დან. აქ არ ჯობია პირდაპირ. აქ არ მემატება გამომწერები და იქ მემატება და მაგიტო აქედან ჯობია. იქ მაინც გიყურებენ და არ ჯობია პომპეზურად მოიყვანო. აი, ეხლა ტოგოშის დავალებით ხარ შენ. აი, აქ იყოს დავალი. არა, როგორც გინდა, უბრალოდ გითხრები. წამიყვანე რა. სახლამდე გამიყოლე რა. წარმატებები მეგობრებო. ჩვენ შეგვიძლია ახლა გადავინაცვლოთ უკვე კომენტატორებთან. ნიკოლას სახლამდე მიიყვანს ირაკლი შალიკაშვილი, ესე მეგობრულად დაიშლებიან. ტრაქტორი მე მგონი თავისუფალია. კი, და დროშაც დაქნეულია. მისცეს სტარტი და დაიძრა ირაკლი. დაიძრა, ნახოთ აბა. ეთყობა კარგი გავლაგოება. რა თქმა უნდა, აბა რა. კედლის რა კარგად შევიდა. იყო ზონა. ბრავო. კორექციების გარეშე იდეალურად გაიარა. ბოლო კლიპიც აიღო. აქაც აი ხაზზე გადაატარა საბურავი. ბრავო ირაკლი შალიკაშვილს, ბრავო. ოვაციებიც გესმით მაყურებლის. დაახმას უკეთესი კვალიფიკაცია ჰქონდა და გლიძია როგორც ხედავთ 2
E30 BMW, ორივე M13-ით აღჭურვილი, ორივე 350 ცენზარით, საერთოდ ჩათვალე ერთი და იგივე ავტომობილი დადიან. რა თქმა უნდა. ნახოთ, ვინ უკეთეს შედეგს ანახებს ესეც თანაბარ პირობებში. E30 საკმაოდ პოპულარულია ჩვენ მეზობლებში. E30 ჩვენ მეზობლებში, მე მგონი ფავორიტი პლატფორმაა. იციან როგორ ააწყონ, იციან ლამაზად როგორ ააწყონ და ავიღეთ სტარტი. ამო უდგა უკან სურენ კამალიანი, მოწყვეტა პირველი კლიპი, კარგად აიღეს. მეორე კლიპი საკმაოდ ფართოდ შეავსო რამბანმა და კარგად გაიარა. ბრავო. ბოლომდე. ბოლო კლიპიც აიღეს. არა, გადარჩა მე მგონი. სურენი თავიდან ცოტა დაზღვეულად წავიდა, როგორც დაინახე, საკმაოდ ჩამორჩა მოწყვეტამდე, ანუ გვიან მოწყვდა უფრო ვიდრე ლიდერი, მაგრამ მთელი ამ ტრაექტორიის განმავლობაში ნელ-ნელა მიუახლოვდა და მეორე ზონაში, რომელიც ბოლო ზონაა, უკვე მის ბაზაში იყო. აი, კარგად აიღო. პირველი კლიპი აიღო, კარგად, ხედავთ, მეორე კლიპი კარგი გადაწყობა იყო, მაქსიმალურად ახლოს მივიდა კედელთან. და აი ძალიან ვიწრო ტრაექტორიით მისდევს სურენი, რაც პლუსად არ ითვლება ჟიურის თვალში. აი აქაც კლიპიც აიღო კარგად. დაბალი კუთხე ვიწრო ტრაექტორია და უკვე აი აქ მოახერხა ბაზაში კარგად შევიდა. ნახე, მოლო მომენტში მაინც აი მაღალ ნოტაზე დაასრულა გარბენი. ეხლა ვნახოთ ლიდზე რა შემოგთავაზებს. ჯერჯერობით საკმაოდ კარგი გარბენი ქონდა რახვანს ლიდზე. სურენს კი უკეთესი ჩეისი შეეძლო. ახლოსაც შეეძლო, მით უმეტეს თანაბარი სიმძლავრის ავტომობილები იყვნენ ორივე. დაიძნენ ეს ბოლოსკენ დაიძნენ. აჩქარდა სურენი მოწყვეტა პირველი კლიპი კარგად აიღო. მეორე კლიპიც კარგად აიღო. აი ზონაში ვერ შევიდა. ცოტა ვიწროდ მიდის ბოლოში მოახერხა შესვლა. ბოლო კლიპიც აიღო. და კორექციები მოუწია ბოლო ზონაში შესვლისას სურენს. თუმცა ჩვენ ჩეისეც ხედავდით, რომ რაჰმანიც ბოლო გადაწყობაზე იქ ტრაექტორიდან ცოტა გადავიდა და მგონი არ ქონდა თლად იდეალური ჩეისი რაჰმანსაც. აი ხა გამეორებაში ყველაფერი შეგვიძლია დეტალურად განვიხილოთ უკვე ვიწროდ დაიძრა თითქოს სურენი, მაგრამ კარგად მოხდა აი მეორე კლიპში, თუმცა ზონაში ბოლოსკენ მოახერხა. მხოლოდ მეორე ნახევარი შეავსო, რამაც ხელი შეუშალა რაჰმანს და აი აქ საერთოდ მე მგონი სამი საბურავით ზოლს გარეთ იყო რაჰმანი ბოლო კლიპზე. ვითის ცდილობდა რომ დაწეოდა. აი ეს ინტერესო იქნება შედეგიც, ხო? რაჰმანი ისევ ლიდზე, სურენი მდევარია, პირველი ტრაექტ აქ შეეცადა, გადარჩა პირველ ზონაში. ყიბზე შეიარა ერთი საბურავით, გადასცა კიდეს და ვიწრო ტრაექტორით სურენ კამალიანი გაუსწორდა ავტომობილი, ოპოზიტ დრიფტი იყო ჩეისზე. გადავეწყვეთ მეორე ზონისკენ, რომელსაც ბოლომდე ვერ ავსებს ლიდერი და ამის ხარჯზე მიუახლოვდა სურენი. თუმცა როგორც დავინახეთ პირველ ზონაში გამოვიდა დრიფტიდან და ოპოზიტ დრიფტი ჰქონდა კიდეც, რაც ახლა გამეორებაზე უკეთ გამოჩნდა. შეამჩნიეს ჟიურის წევრებმა და ხელი ჩაიქნიეს. ელოდებოდნენ უკეთეს გავლას, აი ნახე, აი აქ მაგრა გადარჩა. აქ უკვე დაკარგული იყო დრიფტი, აი რაღაცა პრობლემები უნდა ქონდეს ავტომობილის აშკარად. ანუ იმდენად ვიწრო ტრაექტორიით შედიოდა, რომ ალბათ თავის თავს დაუკეტა ტრაექტორია და ვეღარ მოახერხა დრიფტის შენარჩუნება. ველოდებით მეორე გარბენს ახლა უკვე და ველოდებით ავიღეთ სტარტი. კარგად აჩქარდა რაჰმანი, არ აძლევს გაქცევის საშუალებას, სურენს არაპირებს სეიფრანის აკეთებას, ვიწროდ გადაეწყო, სურენი რამხელა კუთხეში წავიდა, რაჰმანი მიყვება პირველ ზონას, კარგად ვიწროდ გაიარა სურენმა
ეს ტრაექტორია ერთი საბურავით გარეთ მესამე კლიპზე, მეორე ზონაში შევიდა, თუმცა ვერ მოახერხა მისი ბოლომდე შევცება და კედელი აიღო კინაღამ კისდევოლით. რაჰმანის დავალება იყო კი უბრალოდ რომ სადმე ახლოს დაეფინიშებია თავის ლიდერთან ერთად. არაფერი სასწაული არ უნდა ეჩვენებია. კარგი იყო მოწყვეტა, უბრალოდ ვეღარ დაუმიზნა მეორე კლიპს აშკარად ვიწროდ გაიარა და აი აქ გასასვლელი არცად დარჩა უკვე რაჰმანს. გადაწყვიტა რომ თვითონ შეავსოს ზონა და არ გაყვეს ლიდერს. აქ ბოლო მეორე ზონაში ვხედავთ მხოლოდ ბოლო 25% შეავსო ზონისა და მე მგონი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს კიდეც ჟიურის წევრებს. ნელ-ნელა ტემპერატურაც უფრო იწევს და ძალიან დაძაბული გარბენები გველოდება წინ. გადაწყვეტილება ვიცით, OMT-ა ამ მონაწილეებს შორის, დიახ, ანუ უკეთესობები იყო, რაჰმანს ჰქონდა უკეთესი ლიდი, ესე ვთქვათ, და ჩეიზზე ცოტათი უკეთესი იყო მაინც სურენი. ამიტომ პლუს მინუსები დათვალეს, სურენის ლიდი არ მოეწონათ, ესე ვთქვათ და მიცეს, ამიტომ მეორე გავლა, მეორე შანსი ამ მონაწილეებს და თავისი უკეთესი გარბენი აჩვენა და ეკრანზე კი ამ მომენტში ვხედავთ უკვე დაისტარტნენ. ხედავთ E30 იღებს მოწყვეტა. კარგად მიხება აქ. ძალიან დაბალ კუთხეში გადაეწყო მეორე კლიპისკენ, უახლოვდება უკვე პირველ ზონას. ახლოს მიყვება საკმაოდ გიორგი სარიშვილი, ბრავო. აპრესინგებს აქ რა მოხდა? სინქრონში ამოვარდა გიორგი, მაგრამ ახერხებს შენელების ზონაში ცოტა მიახლოებას, კარგად ავსებს ზონას ბოლომდე და მოახერხა და დაბრუნდა. ფარიდ გულიევს წამოეწია, საკმაოდ კარგი მეორე ნაწილი ჰქონდა ფარიდ გულიევს ამ გარბენში, თუმცა სტარტზე საკმაოდ რაღაცა ზანტი მოწყვეტა იყო, რაც ჟიურის არ მოწონს, როდესაც აი ხელის მხრუჭით უბრალოდ ჩაცურდა წონის გადაწყობის გარეშე. აქ გადაწყობისას ვხედავთ ცოტა კორექციებს, თუმცა ზონას შემდეგ კარგად ავსებს და ნახე რა ახლოს მივიდა. აპრესინგებს გიორგი სარიშვილი კარგად, თუმცა ჩამორჩა უკვე პირველი ზონიდან გამოსვლისას, იღებენ მესამე კლიპს კარგად. ზონაში შევიდნენ უკვე. მეორე ზონაში ცოტა ტრაექტორის შევიწროვებით მოახერხა და წამოეწია გიორგი. ანუ იყო რაღაცა მომენტები, სადაც საკმაოდ ახლოს იყო და დიდ პრესინგს ახორციელებდა თავის ლიდერზე და ნახოთ გიორგი სარიშვილი ლიდერის ფარიდ გულიევი შეძლებს თუ არა ახლოს გაყვეს გიორგი სარიშვილის მუსტანგს. აი ხედავ ასტორებს თავის ავტომობილს. თავარი სტარტზე ხლა არ ჩამორჩეს. 430 ცხენი 430-ის წინააღმდეგ, თუმცა გაცილებით უფრო მძიმეა სარიშვილის ავტომობილი ვიდრე ფარიდ გულიევის E30. სტარტს იღებს გიორგი სარიშვილი. კარგი მოწყვეტა ზონას, აი აქ კარგი გადაწყობა ფარიდ გულიევის. კარგად მიყვება, ახლოს მიყვება. ზონაში შევიდა ცოტა ვიწრო, თუმცა კარგად ფართოდ დაყოლის საშუალება. სარიშვილი საკმაოდ ახლოს მივიდა. აქ რა ხდება? ბოლო ზონაში მცირე კორექციები ამოვარდა ზონიდან გიორგი სარიშვილი და ფარიდ გულიევმა ისარგებლა ამითი და მიუახლოვდა მაქსიმალურად ახლოს გაყვა. ძალიან საინტერესოა შედეგებსაც ველოდებით. ვოუ. აი გამეორება შეგვიძლია ნიკა შევხედოთ როგორ კარგად გადაეწყო აქ ფარიდი და გიორგიც კარგად ახლოს იყო კედელთან, თუმცა კარგად გაიარა ზონა. კორექციები უკვე ზონაში ჰქონდა. მცირე და სრული სინქრონი პირველ ნაწილში მანჯის. მეორე მხარეს ცოტათი დააგვიანა, თუმცა აი კორექციებიც იყო ლიდერის მხრიდან, რაც ყველა დაამუშავა ფარიდ გულიევმა. ისარგებლა შემთხვევით. ყველა განხილვა, ყველა გავლის განხილვა რაღაცა ცხარეა, ანუ იმდენად ახლო გავლებია, თუ გინდ კარგის მხრივ, თუ გინდ სუდის მხრივ, ანუ შეცდომა ვინც ერთნაირია,
რაღაცა გამომწყინებების ერთნაირია. კი, ბოლომდე ჯერჯერობით აუჯერებს და ავიღეთ სტარტი. ევა არის ლიდზე, ომიკო არის ჩეისი. 46 პირველ კლიპს კარგად იღებს, სწრაფი გადაწყობა მეორე კლიპისკენ და დიდი კუთხით შევიდა პირველ ზონაში. ომიკო იქვე არის, ცდილობს გაიმეოროს ევას კუთხე და დრაგის სექტორში მაქსიმალურად მიუახლოვდეს მას თავისი სინქრონით და ბოლო გადაწყობა რამხელა კუთხით შედის ევა ამ ზონაში. მიუახლოვდა უკვე ომიკო და ბრავო. პრესინგი განახორციელოს. ძალიან მაგარი გარბენი იყო. ძალიან სტაბილური ლიდი ჰქონდა გონიევას. კი, ბრავო, ოჩახ. კვალიფიკაციაზე მე-4 ადგილზე გავიდა, ესეც ვინც არ იცის და ეხლა შემოგვიერთა. და აი ხედავთ კიდეს, კარგად მოწვა ომიკოს მის უკან და აი გადაწყობაზე ცოტა კი გაუშვა, მაგრამ აქ ცდილობს რომ ტრაექტორიაზე დარჩეს, გაიმეოროს ლიდერის ტრაექტორია და მაინც წამოეწიოს ამის მიუხედავად არ ცდილობს რომ მოჭრას. და ვიწროდ შევიდეს, აქ ცოტა ვიწროდ შევიდა, სხვათა შორის ევა, რასაც ჩაინიშნავენ ჟიურის წევრები და საკმაოდ კარგად დააფინიშა, კარგი სტაბილური, ანუ ახლოს არ იყო, იმდენად რამდენადაც შეეძლო ომიკოს, მაგრამ სტაბილური ჩეისი ჰქონდა. და ხედავთ როგორც აძლევენ სტარტს, დავიძარით. ომიკო ლიდზეა, ევა ჩეისზე. შეეცადა უკანა ტრაექტორიდან მოწყვეტას, კარგი მოწყვეტა. კარგად მიუახლოვდა. ბრავო! კედლისკენ როგორი სროლა ომიკომ, ევა იქვე არის, დრაგის სექტორში, აქ ცოტა ვიწროდ გაიარა ომიკომ და ბოლო შენელების ზონაში ცდილობს ნენელა მიუახლოვდეს და ახერხებს კიდევ ახერხებს, ბრავო, ძალიან მაგარი გარბენი იყო კიდევ ერთი. ბრავო! ველოდებით საჯების გადაწყვეტილებას. აპლოდისმენტები ორივე მონაწილეს. საუკეთესო ლიდ ჩეისი იყო ჯერჯერობით. აი ნახე, გადაწყობა სინქრონულად რა გაიქნია ევა ეგრევე მივახოდო. ომიკოსგანაც ძალიან მაგარი გადაწყობა იყო კედლისკენ უშიშრად ისროლა ავტომობილი, როგორიც იყო დავალება ჟიურის მხრიდან. აი აქ შეამზადა მანქანა ბოლო გადაწყობისკენ და ნახე აი გადაწყობებზე როგორ უახლოვდება ისვრის ავტომობილი იყო. ავტო აპლოდისმენტები გვესმოდა, ცოტა რაღაც მომენტში გადავერთეთ ჟიურის უყურებდით. ჯერ არ გაგვიგია ჟიურის აპლოდისმენტები. აი ლაშა ემბარება და ტაში აპლოდისმენტები მეგობრებო. თავისი პირველი გარბენი მოიგო ევა ივანოვამ. 15 წლის მონაწილეა. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ. დებიუტი. მე-4 ადგილი კვალიფიკაციის და პირველივე გარბენი ტოპ 16-ში მოგებული. ეხა ისეთ ენერგიაზე უნდა იყოს, რომ გაყვება ალბათ ეტაპის ბოლომდე. გაყვება და ძალიან დიდი პლუსია ფსიქოლოგიური, მე თუ მკითხავ. დადება. წყვილთა გავლის დროშაც, წყვილებში ეს თუ ნახეთ. ამიტომ ჩეისი იქნება გადამწყვეტი, აი ცოტა ადრე დაიწყო ირაკი შალიკაშვილი, გიორგი კოდუა, კარგად აჩქარდა, წონის გადატანის გააკეთა. კარგად მიყვება. შეასო სწრაფი გადაწყობა კედლისკენ, წინასწარ შეამზადა ავტომობილის ზედმეტი შენელების გარეშე. მე პირველ ზონას კარგად ავსეს ირაკი შალიკაშვილი იქვეა და გაუსწორდა ცოტა გიორგი კოდუას, მაგრამ მოახერხა ამის დამუშავება. ახლოს გაიარა საბურავებთან. ბაზაში ჩაუდგა მეორე ზონაში და დააფინიშეს გვერდით. ბრავო, ძალიან მაგარი გარბენი, ძალიან მაგარი გარბენი ვიხილეთ. ვაუ. ვაუ. დიკა რა მოხდა? დავიცალე. ემოციებისგან დავიცალე. თუ შეგიძლია გამაგებია. აი ხო მოდი უყუროთ ერთად. ნახე რა ახლო გადაწყობა, რა კარგად გადაეწყო გიორგი კოდუა, ირაკლიც ეგრევე. ნახე. ბაზაში აი მილიმეტრიც არ დაუტოვა და აი ეს გადაწყობა სადაც თითქოს გაუსწორდა გიორგი კოდუას და ირაკი შალიკაშვილს მოუწია დალოდებოდა მას, რომ აი მეორე მხარეს ეგრევე ისევ დიდი ალბათობით. მინდა მე-4 სიჩქარით მოუწეს მთელი ტრაექტორიის გავლა ჩეისზე? არ ვიცი, ძალიან საინტერესო გარბენი იქნება. ძალიან საინტერესო გარბენი იქნება, ვნახოთ აბა. დაიძრნენ. დავიძარით. ხედავთ აჩქარებაზე არ ჩამორჩება გიორგი კოდუა, სინქრონული კონტაქტი მოწყვეტაზე. ძალიან სამწუხარო ამბავი.
აი ხედავთ უკანა საბურავის დაშვებული არის. ირაკლი შალიკაშვილს და გიორგი კოდუას მანქანა. აი მე როგორ აგრესიულად გაიქნია მოწყვეტაზე და საკმარის კუთხეში ვერ მოასწრო ჩადგომა, ეგრევე წინა საბურავი უკანა საბურავზე იყო კონტაქტი და ცხვირი მე მგონი ახტა კიდეც გიორგი კოდუას. კი, ახტა. აი ხა ნახავთ გამეორებაზე. აი საბურავში. მეგობრებო, როგორც ნახეთ ახლა ირაკლი შალიკაშვილისა და გიორგი კოდუას მეორე გარბენზე, სადაც გიორგი იყო უკვე დევარი იყავი გიორგი თუ ხო, მე ისეთ დაძაბული ვიყავი და მოვიწყდა სამწუხაროდ. მოხდა კონტაქტი, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც გიორგის, ისევე ირაკლის მანქანა. თუმცა გიორგი შენი მანქანა როგორც ვიცი პირველივე გარბენზე დაზიანდა და მოდი ამაზე რომ გვითხრა. მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოსვლისთვის და გულშემატკივრობისთვის პირველ რიგში. სამწუხაროდ ხდება ხოლმე ესეთი ინციდენტები ტექნიკის გამო ვეთიშები რბოლას. პირველ გარბენზე სამწუხაროდ ძალიან ძვირი დამიჯდა. $10,000 გადაცემათა კოლოფის მესამე სიჩქარე გავაფუჭე და მეორე გარბენზე ვცადე რომ მეორე სიჩქარით მე არა. იდეაში მესამე სიჩქარით ვიწყებ ხოლმე დრიფტს. და ამიტომ ცოტა სხვანაირად იქცეოდა ავტომობილი და თან არ მინდოდა ერთი მტკაველის დათქმომაც კი ირაკლისთვის და ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს შეჯახება. თან როგორც იცით ახალი ავტომობილი ბოლო 2 კვირა მის ქვეშ გვდივარ და სამწუხაროდ ტესტები და ბევრი ვარჯიში ვერ მოვახერხე ამ ავტომობილზე და არ ვარ ისე მიჩვეული როგორც მაგალითად მწვანე ავტომობილზე ვიყავ. მაგრამ არა უშავს, ხდება ხოლმე მეგობრობამ გაიმარჯვა, წარმატებას უსურვებ ირაკლის, იმედია რომ დღევანდელ დღეს მოიგებს და ასე გვასახელებს ესპანეთშიც რო წავა იქ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. ირაკლის ვთხოვ ირაკლი. შეგიძლია რომ მოხვიდე კადრში. ირაკლი შენ რა დაგემართა მოდი გითხარი, ახლა შენი მხრიდან მოგვიყევი, შენ და პირველი გარბენი მოვიგე, 0 ქონდა გიორგის და მე არ ვიცი შეიძლება 9-8 როგორ ითვლიან. და ვიცოდი რომ აი ხა ყველაფერს იზავდა რომ რაღაცა შეცდომაზე დავეჭირე. რო დავისტარტეთ და ცხვირი რო გვერდიდან გამომიყო, ვიცოდი რომ სადღაც დამხვდებოდა. ეხლა ადვილია თქმა რომ ვიცოდი დამარტყავდა, მაგრამ რაღაც პონჩი ვიგზენი რომ ვიცოდი რომ ეს რაღაც ან იქ მოხდებოდა ეგ ამბავი და იმაზე ვფიქრობდი რომ მანქანა გადამერჩინა რომ კიდე ბევრი კონკურენტია დასამარცხებელი ესე რომ. ეხლა კითხვა უნდა დამესვა რომ მოასწრებთ მეთქი გაკეთებას თქო და გაკეთებ. ხო არა, შეიძლება გავაკეთეთ, მაგრამ შეგინ შეიძლება რაზვალები არეულია? არა, всё გადავრჩი. არ საბურავის შეცვლით დამთავრდა ყველაფერი და აგრძელებთ ჩვეულებრივად შეფასების გარდა. გადავჭი. საბურავს დაარტყა და არა დისკს და მაგიტო გადავჭი. ეგ გითხარი ახლა უცბად ამაზე ტექნიკური პრობლემა თუ გქონდა გამოსვლის წინ. ისა გაიყვანი მანქანა ბანო. ტექნიკური პრობლემა მქონდა, გუშინ 0 ქულა ავიღე. კალანდია 4 წელია რა ამ მანქანი და მე რო დავჯექი ბალკა ხიდი, ყუმბარა, კარობკა, რავი, რაც ყველაფერი გავტეხე ძრავის გარდა და აი ესე ნენელა მოდივარ და დღეს იმედია ისე დავაფინიშებ რომ მანქანა ბოლომდე იმუშაოს. 4 წელი კალანდიამ რაც ვერ დაუშავა მანქანა შენ რამდენი? ხო და აი იქიდან ვიყურებს ახლა და გალივუდსკი ღიმილი აქვს ჩემ ძმას. ეს ფოტოშორი შეიძლება მაყურებელმა არ იცოდა რომ ეს კალანდიას ძველი მანქანაა. არ იცოდა? არა, ვინც უყურებს. ხო, ვინც უყურებს ეცოდინებოდა. არ ეთყობა რა არის? კაი. შეცვლილის სახიერ და არ ეთყობა ვინც არ იცის. კარგი, ირაკლი, წარმატებებს გისურვებ, იმედია ბოლო ავარია გქონდა ეხლა დღევანდელ შეჯიბრზე და არა, ავარიები ასწორებს თქო. ბევრი ხალხი მაგისთვის ამოსული, ავარიები უნდა ნახოს, აბა როგორ გინდა. ჩვენს გისურვებ. ავარიები, რომელიც მოთამაშეებს არ გამოდის თორე ხა ცუდი ავარია წართ. წარმატებებს გისურვებ, აბა შენიცი. მაყურებელთ, დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ კომენტატორებს, შემდეგი გარბენი ვერ ვხედავ სამწუხაროდ ვისი იქნება, ამიტომ დავალოდოთ სტარტის ხაზს. მეორე გარბენში, თუმცა სამწუხარო ესე რომ დასრულდა და ერთი პირველი გავლა, ესეთი ახლო და ანუ იდეალური ლიდით, იდეალური ჩენი, ნუ იდეალური ლიდით ძნელი სათქმელია, რომ ავტომობილი გაუგვიჟდა, მაგრამ სანამდეც იყო მოახერხა, მაქსიმალურად ახლო გაყოლით. შემდეგ ეტაპზე რა თქმა უნდა გადადის ირაკლი შალიკაშვილი. გველოდებით. აი უკვე ანიშნა სტარტი და დაიძრა ცოტა ადრე ელჩინი. გიორგისაც კარგი აჩქარება აქვს და თავისი საფირმო ონის გადატანილი მოწყვეტა. პირველი კლიპი და მეორე კლიპი კარგად შეავსო, როგორც ყოველთვის კედელთან მაქსიმალურად ახლოს გაიარა და ბოლომდე ავსებს პირველ ზონას. კორექციების გარეშე გადადის
დრაგის სექტორში, სადაც მესამე კლიპს მიწვდა და აიღო და შენელების ზონით მეორე ზონაში შევიდა, იქვე არის უკვე ელჩინ მამედოვი. ბრავო. ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დრიფტერი არის, ხო, გიორგი გრიგალაშვილი? გიორგი გრიგალაშვილი ეფექტური დრიფტერია, ესე ვიტყოდი. მის ანგარიზე არის 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს медали, ასევე ესეც აღნიშნოთ. რა თქმა უნდა, აი აქ მცირე შეცდომა ჰქონდა, მანამ გამეორებას უყურებთ, გეტყვით ელჩინ მამედოვს, თუმცა შეძლო და დაეწია ისევ გიორგის, თუმცა აი ეს დრაგის სექტორი, სადაც ჩანს ის უპირატესობა, რომელიც აქვს გიორგის თავის მეტოქეზე, იმდენად სწრაფია მისი ავტომობილი, რომ მოუწია ისევ ვიწრო ტრაექტორი. მივიღეთ უკვე ბრძანება გამოშვების და აი დაიძრნენ მონაწილეები. უკვე დაიძრა. ელჩინ მამედოვი. გიორგი ცდილობს გაყვეს ცოტა მოშორებით და აი უკვე მეორე ზონაში მივუახლოვდეს. ეს ძალიან კარგი ტაქტიკაა, რომ არ მოხდეს კონტაქტი. ელჩინ მამედოვი ვიწროდ შედის დრაგის სექტორში მესამე კლიპთან, მაგრამ კარგად ავსებს უნდა მეთქვა, თუმცა ზედმეტი მოუვიდა და მეორე ზონაში 2 საბურავით გარეთ გადავიდა. ეთყობოდა უკვე გეგმა ჰქონდა გიორგის დააკვირდი, როგორ თავიდან ცოტა გაუშვა თავისი ლიდერი, რომ ნახოს როგორი ტემპი აქვს და აი უკვე გადაწყობის მერე ცდილობს აი მეორე ზონაში სტაბილურად ნენელა მიუახლოვდეს და ხედავ კიდეს როგორ დნება ეს მანძილი მათ შორის. მცირდება და მცირდება. კი, აი გადაწყობაზე ცოტა ტრაექტორია რომ დაინახე მოჭრა თვითონ ელჩინმაც და აი აქ საბურავი გაიქცა. გადავიდა, რამაც მისცა საშუალება სხვათა შორის კიდევ უფრო მიახლოვებულიყო ფინიშის ზოლთან. ისარგებლა მოწინააღმდეგის შეცდომით. და ჟიურის აქვს უკვე თავისი ვერდიქტი. ლაშა ჭანტურია გვანახებს გიორგი გრიგალაშვილი ნომერი 19 არის გამარჯვებული გადადის შემდეგ ეტაპზე. მიულოცოთ გიორგის ირაკლი ფიფი არის ახტუნი. ელესით და ხედავთ როგორ დაიძრა მისი ავტომობილი მოწყვეტის ხაზისკენ. კარგი მოწყვეტა. პირველი ზონა. ვიწროდ შეავსო აქ პარვიზი რასაკეთებს შეეცადა. მოახერხა გადარჩა, არ დაეჯახა კედელს და დაეციოს ირაკლის მეორე ზონაში. გაიქცა. გადავარდა გარეთ და ვიწრო ტრაექტორიით ეხლა სულებს ანუ საერთოდ სხვა ტრაექტორიაზე მოუწია გავლის გაკეთება პარვიზ აზიზოვს, აი თავიდანვე რომ არ დაეწყო მისი გავლა. უკვე ეხლა გამეორებაზე კარგად დავინახავთ უფრო. აი აქ გადაწყობაზე ხედავ, გადაეწყო და აი არ მოეჭიდა აშკარად, არ მოეჭიდა, ვიწრო ტრაექტორიით მოუწია შესვლა მე პირველ ზონაში. აი აქ უკვე კარგად ტრაექტორიაზე დგას, თუმცა მე მგონი თავისი თავი დააბნია და დაკარგა აი მცირე მოძრაობით. როცა ლიდერის გადატარება შეეცადა მანჯიზე. ნახოთ მეორე გარბენიც. დაიკარგა ესე ვთქვათ სიცხენი. სიცხენი 30. 2 ჯეიზეტი. რამდენი იქნება წონაში შენი აზრით 30 ახლა? 30 იქნება. უფრო მსუბუქი ვიდრე 46. რა თქმა უნდა. მარტივი პასუხი. დავიძარით. დაიძრა პარვიზი. ნახოთ ეხა შემოყავდა. კარგად გაიქცა. კამერა არის ირაკლი ფიფიაზე, რომელიც მოწყვეტის მერე გადაწყობაზე კარგად მიუახლოვდა უკვე პირველ ზონაში. პარვიზ აზიზოვა. ერე ქრისტევანი შემოყავდა და შვეიცი ხმაურიანი 2 ჯეიზეტის მით ჩაიფრინა. მეორე ზონაში უკვე კარგად შედის, საკმაოდ კარგი ლიდი გვაჩვენეს სხვათა შორის პარვიზმა. კი, ძალიან ლამაზი და ეფექტური გავა. მუშაობა მოუწია, რომ დაწეოდა, ანუ კარგი ტემპი ჰქონდა საკმაოდ პარვიზს და სიმძლავრეც ბევრად მეტი აქვს. მოჭიდებას ბევრად მეტი უნდა ქონდეს. ეთყობა კიდეს როგორ კარგად მუშაობს. კი, საბარგული დარჩა იქით. საბარგული აი აქტიური წონის კლება იყო, კაკრას. კი. როგორ ცოტა დაიგდო. როგორც მკითხე წონაზე, კიდევ უფრო დააკლო. 3-4 კილო.
აი ნახე რა კარგად მიყვება აქ ფიფია, კარგი გადაწყობა, სხვადასხვა პარვის მხრიდან, ცოტა ვიწროდ კი შეავსო ეგ ზონა და გადაწყობა შემდეგი ცოტა ადრე მოუვიდა, ალბათ შეეშინა გადავარდნის ზონიდან, თუმცა როგორც გადმოგცეს დიახ, ნომერი 23, ირაკლი ფიფია გადადის ტოპ 8-ში. ორივე M13-ით აღჭურვილი შაკი თუმცა სტარტზე ნახე რამ ხელაკეთი შეიქმნა ხაიალს შორის ხაიალი შეეცადა წამოწევოდა მაგრამ ამის გამო გადავარდა გზიდან იდეალურად გაიარა შაკმა პირველი ზონა დრაგის სექტორში შაბუშა ხაიალი და აი არა კონტაქტი საბურავებთან ზედმეტი აგრესიული რა კარგი სტარტი ქონდა რა კარგად დაიწყო რა კარგად გაიარა და აი შეეცადა მაქსიმალური სისწრაფე შეეტანა ბოლო ზონაში მეორე ზონაში მაქსიმალური გარაშესული იყო და მე მგონი ის მოჭიდება გრიპი ვერ იპოვა არ აი ხლა გამეორებაზე ვნახოთ ნახე რა კარგად დაიწყო აი აქ ხედავ გასიჩქარით მიდის ხაიალი ცდილობს წამოეწიოს კარგად დაუმიზა სხვათაშორის ტემპში კი მოუწია აქ უკვე ტრაექტორის მოჭრაკ მიუახლოვდა თუმცა აი დრაგ სექტორში როგორი აჩქარება ქონდა ატყობ კიდეს ჩამორჩა ხაიალი და აი აქ რა სიჩქარე შეიტანა და ვეღარ აჩქარდა უბრალოდ ვეღარ აჩქარდა და არ ვიცი ველოდებით იმიტომ რომ საბურავის შესვლა როგორც ისიც გარვინიდან გავლაზე არ შეიძლება და თუ საბურავი გადაგძვრა ახალი საბურავის დაყენებას ვერ შეძლებდა შაკი და ეხლა ხედავ უკვე ხაიალ აგჯიბაელის ბაირანს გაცილებით უკეთესად დადის ბაირანზე როგორც ხედავ ვიდრე წყვილებში მიყვებოდა თუმცა გადაურჩით გადაურჩით კომენტატორის წევლა ქვია ამას დიდი ბოდიშით არაფერი ვაიმე ესე როგორ მოახ ჩვენ ნუ დაგვაბრალეთ ნუ რაფერს მეგობრებო ანუ ეხლა რო ვიმშელოთ პირველ გავლაში გვაქვს განვიხილოთ 0 ლილიძე კი ბატონო და მეორე გავლაში გვაქვს 0 ლილიძე ანუ თუ მიხვდები რა შედეგი ანუ კიდევ ერთი გარბენი გველოდება წინ საინტერესოა ძალიან საინტერესოა აი ხედავ თინგენა ტრაექტორის გარეთ ეხა კი უყურებთ ჯეიჰუნ სულეიმანოვის სტარტს რომელიც არის ლიძე ჩეისზე კი არის ზუკა ოზელაშვილი თავისი 36-ით გადაწყობაზე მოუწია კუთხის მომატება როგორც ჯეიჰუნი ფართოდ შევიდა გაუსწორდა ზუკას ვერ მოახერხა მანქანის დამორჩილება დრიფტში ჯეიჰუნი კი ფართო ტრაექტორიით მიემართება მეორე ზონისკენ რომელსაც კარგად ავსებს საკმაოდ და აქვე ახლოს მივიდა უკვე ზუკა გაასწრო თუმცა იმდენად ვიწრო ტრაექტორიით მისდევდა მე მგონი გაასწრო კიდევ და ფინიშის ხაზი პირველი თვითონ აიღო ეს კოდუოს ყოფილი მანქანა არის ხო როგორც ვიცი კოდუოს ყოფილი ავტომობილი დრიფტ კარი ბოლიდი როგორც კიდე ესე დავარქოთ აი აქ საინტერესოა რა მოუვიდა საკმაოდ კარგად მიდიოდა ლიძე ჯეიჰუნი არანაირი შენელება არ ქონია აქაც ნახეს რომ შეიძლება შენ გამოეწვია შეცდომა აი ნახე კი და ვნახოთ დაიწყო ჯეიჰუნის მხრიდან ეხა როგორ პრესინგს აწარმოებს კარგად გაასწრო როგორ აგრესიულად შევიდა პირველ ზონაში ხაზე გაიარა ხედავ კიდეც რომ მართლაც არაფერი არ აქვს დასაკარგი მასაც ამამად უტევს საერთოდ არ ეთქობა არც ნერვიულად სისხლიანად დაწყობა აქ მცირე კორექციები ქონდა მაგრამ კარგად გაურისკა მეორე ზონასაც ზუკამ ბრავო იყო კორექციები რა თქმა უნდა მცირე მაგრამ კარგად აბა ჩვენც კლიპები აიყო
10 და ერთი კლიპი არა უყია, თუმცა ამით პირდაპირ ნაუმის და მეორე ზონას კი და კარგად გაიარა გამოიყურებოდა. ამის ხარჯზე ჩამოიტოვა ჯეიხუნი, ატყობ როგორც ცდილობს ჯეიხუნიო წამოეწიოს, თუმცა არ ყოფნის ტემპი აშკარად. აი გამოვიდა ზოგადად. საკმაოდ დიდი კორექცია ჰქონდა ზუგას, აი 555 გადადის ტოპ 8-ში. ჯეიხუნ სულეიმანოვი, არის ამ გავლის გამარჯვებული. გიგალაშვილის ემასამედით აღჭურვილი, თუმცა კომპრესორი არ არის, ამიტომ გაცილებით ნაკლები ცხენები აქვს, 350 აქვს გამოცხადებული რეგისტრაციაში. დაიწყო. დიდებული რვია. შეგვიძლია ჩვენ ტოპს ვეძახით. ყოველ შემდეგ ეტაპზე უფრო და უფრო ეპიკური სახელი შევერქვათ და 4-იანი აღარ იქნება. 4-იანი? 8-იანი თუ დიდებული 4-ში რა ხდება? უდიდებული. უდიდებული ზომა 4-იანი. ავიდეთ სტარტი, გიორგი გიალაშვილი იღებს კარგი აჩქარება, წონის გადატანა და გააკეთა. კლიპი ცოტა ვიწოდ გაიარა, თუმცა ამით ისორგებლა კარგად გაიარა. 30-ის პილოტმა და მიუახლოვდა ეგრევე პირველ ზონაში. დრაგის სექტორში შეიძლება ისევ გაექცეს გიორგი გიალაშვილი, ვიწოდ გაიარა კლიპი და მეორე ზონას ეგრევე წკიპზე თავიდანვე ავსებს, ისე რომ არ მოშორებია საბურავი, როგორც კი დადო გარეზონზე, ეგრე დაასრულა მთელი ზონა. ძალიან კარგი გარბენი იყო, აი აპლოდისმენტებიც გვესმის. კმაყოფილია, მაყურებლები კმაყოფილები ვართ. უნდა ვაღიაროთ, რომ ეჟიურიც. კმაყოფილი ვარ. სრულიად. აი, ახლა ვიწრო ტრაექტორით მისდევს რაჰმანი. იმის გამო რომ თავიდან ვიწროდ შევიდა, აი გამოსვლისას უკვე ვეღარ მოასწრო აჩქარება თავის დროზე და რამხელა დაშორება შეიქმნა მათ შორის, უბრალოდ შეხედე და ისევ შეეცადა რომ წამოწეოდა, თუმცა არ ყოფნის, აშკარად არ ყოფნის ტემპი. დავიწყეთ. პირველი კლიპი ძალიან კარგად აიღო. მეორე კლიპიც აიღო. აი, ცირე კონტაქტი ეს დროშა გაიყოლა. დროშა გაიყოლა. გაიყოლა, თან წაიღო. ბრავო, საინტერესო ხდება. ბრავო, ბრავო. ეხლა მოდი კამერებზე კარგად ჩაუჯდეთ და ვნახოთ, იმიტომ რომ მე ყურადღება ძალიან გადავიტანე. კარგად ჩაუჯდეთ, შევხედოთ, საწავიდა დროშა. ცხათა შორის. კარგად შეასრულა დავალება. ეხლა ნახე. რაჰმანმა აი აქ ნახე მცირე კონტაქტი, თუმცა დაიმორჩილა ავტომობილი, ძალიან პატარა კორექცია ჰქონდა. ეს ყველაფერი დაინახა. კი, ისარგებლა, რა თქმა უნდა. ნახე რა გადაწყობები ბამპერში გიგალაშვილის მხრიდან ეს ჯერჯერობით მაგ სექტორში საუკეთესო გაყოლა იყო. აი, ზუსტი გათვლა ჰქონდა. ერთხარესაც შევიდა ბაზაში. შეანელა, აცალა გადაწყობა და მეორე მხარესაც ეგრევე ბაზაში ჩაუხდა. აი, ძალიან საინტერესო. პიკი იყო კონტროლის გიორგი გიგალაშვილის მხრიდან და გადავიდა ტოპ 4-ში. ნახევარფინალებში. ნახევარფინალები ძალიან საინტერესო გარბენები ველოდება. არ ფიქრობს არაფერზე, გარდა თავისი გავლისა. დაიწყე. დავიძარით უკვე. აჩქარებავასგან დარჩა მარჯვენა მხარეს. წონის გადატანის გარეშე პირდაპირ ხელის მუხრიჭით მოწყვეტა გააკეთა, რომელიც უფრო ადვილია, ესე ვთქვა და ფარიდი იქვე არის, ნახე როგორი პრესინგი ფარიდის მხრიდან, აი აქ არ ჩამორჩეს, სინქრონულად აკეთებს გადაწყობას ევასთან ერთად, ბოლო მეორე ზონაში კიდეც ხედავთ როგორ შედიან, ცოტა ვიწროდ გადის აქ უკვე ევა, მაგრამ ამ ყველაფრის დამუშავება მოახერხა ფარიდმას და ბრავო, ბრავო. ბაზაში მასთან ერთად დააფინიშა. ძალიან კარგი გარბენი იყო. აი ნახე ევა მარჩია, უფრო სტაბილური მოწყვეტა, პირდაპირ შეაგდო, პირველი კლიპი კარგად აიღო, მეორე კლიპი ცოტა ვიწრო, თუმცა კარგი აგრესიული გაქნევა იყო კედლისკენ, აი აქ ფარიდი კარგად ამუშავებს მას, გაამზადა ავტომობილი დრაგის სექტორისკენ დაიძრა, სინქრონული გადაწყობები, რაც თავარია და მეორე გადაწყობაზე ნახე რა კარგად შეაგდო ავტომობილი. ოდნავ გამოვიდა. ცოტა უფრო ფართოდ გავიდა. დავიძარით. დავიძარით.
უკან მოწყდება ევა, ფარიდი კარგ მოწყებას აკეთებს, პირველი კლიპი კარგად შეავსო. ახლოს მიყვება. ცოტა შეფერხდა ფარიდი და ამის დამუშავება ვერ მოახერხა ევამ, გაუსწორდა ავტომობილი ფარიდი. განაგზავს დრიფტს, დაიღო მესამე კლიპი კარგად, ბოლო მეორე ზონაში შედის და შეება კიდეც ამ ზონაში კორექციების გარეშე დასრულა დრიფტი. აი აქ უკვე გასარჩევი ექნებათ ჟიურის წევრებს, რატო მოუწია გასწორება ევას. ანუ იყო თუ არა ფარიდის მხრიდან ეგეთი კორექცია, რომ იყო თუ არა საერთოდ unchaseable მანევრი ფარიდის მხრიდან. აი აქ ქონდა ხედავ კიდეც კუთხის კორექცია ქონდა ფარიდს, რაღაც მომენტში იწყებს გადაწყობას, შემდეგ აჩერებს ამ გადაწყობას, დაბალ კუთხეთი მიდის და მერე ამატებს ისევ კუთხეს. ანუ რამაც საკმაოდ ხელი შეუშალა ევას, იმიტომ რომ პირველ გარბენზეც როგორც ვიხილეთ, როგორც იცით, დრიფტი კონტაქტური სპორტი არ არის. არ არის. არ არის? არ არის. რამდენი კონტაქტი ვნახეთ დღეს? წესებში არ წერია რომ კონტაქტები დაშვებული. ნახოთ, აიღებენ ახლა სტარტს და ავიღეთ სტარტი. მარჯვნივ ლიდზე ირაკლი ფიფია, ირაკლი შალიკაშვილი კი ჩეისზე, ორივე ფეინტ მოწმეტით. პირველი კლიპისკენ მიემართებიან, მეორე კლიპი აიღო კარგად, ახლოს მიყვება. იქვეა ბაზაში, აპრესინგებს კარგად. არ უტოვებს, მიემართებიან ტრაქტორისკენ. სინქრონული გადაწყობა მანჯიზე, მეორე მხარეს უფრო ფართო ტრაექტორიით შევიდა მეორე ზონაში. ახლოს მისდევს ირაკლი შალიკაშვილი და რა კარგად ავსებს ირაკლი ფიფია დაასრო კიდევაც ბოლოს. ბრავო, ბრავო. ძალიან მაგარი გარბენი კიდევ ერთი. ძალიან კარგად გაყვა ირაკლი შალიკაშვილი და საკმაოდ კარგი და სტაბილური გამეორებაზეც ლიდი ქონდა ირაკლი ფიფიასაც. აი აქ ცოტა ვიწრო ტრაექტორიით მიდის თავიდან, თუმცა მეორე რა ახლოს მიყვება, შეხედე. აი აქ გარე ზონას კარგად ავსებენ, ორივე ერთი და იგივე კუთხით, ცოტა ადგილი დაუტოვა, სინქრონულად გადაიწყო და მეორე მხარეს გადაწყობა. აი აქ და უფრო ფართო ტრაექტორიით შევიდა და ნელა შეამცირა. მაგილა ხედავთ აძლევს ირაკლი კეთილად. და კონდა და დავიძარით. არჩია უკანა ტრაექტორიდან მოწყვეტა, ირაკლი ფიფია. კარგად ჩაუხდა მეორე კლიპისკენ, თუმცა აქ ცოტა ვიწროდ უწევს შესვლა და არ იტოვებს თავისთვის საკმარის ადგილს ირაკლი ფიფია. მესამე კლიპს კარგად იღებს შალიკაშვილი, სინქრონული გადაწყობა მეორე ზონისკენ და კარგად შეავსო შალიკაშვილმა, აქ ცოტა ჩამორჩა ირაკლი ფიფია, თუმცა მაინც ბრავო, ჩება პრესინგის ზონაში. ბრავო, კაი გარბენი იყო, ესეც ნამდვილად. უფრო მოულნი მქონდა ავტომობილის ხარჯზე, უფრო აჩქარდებოდა შალიკაშვილი, არა? საკმაოდ კარგი აჩქარებითაა თუ შეხედავ, ანუ ხელის მოყრუჭის გარეშე მოწყვეტა. აი აქაც კარგად დაუმიზნა ფიფიამ გადაწყობა, თუმცა მერე აი ვეღარ მოახერხა, ვერ იპოვა თავისი ტრაექტორია, ესე ვთქვათ, შიგნით შეათრია ავტომობილი. აი კარიერა როგორ მიყვება. და აი აქ უკვე უწევს ამ შეცდომის გამოსწორება მთელი შემდეგი ტრაექტორიის მანძილზე რა ახლოს გადიან საბურავებთან. და ირაკლი შალიკაშვილი. ბრავო. არის ტოპ 4-ში ნახევარფინალებში. ნახევარფინალები ძალიან საინტერესო გველოდება. ტემპის თვალსაზრისით საკმაოდ ერთნაირი ტემპი უნდა ქონდეთ ორივეს. თუმცა გაცილებით უფრო გამოცდილია ჯეიქუნი, ესე ვიტყოდი, ცოტათი ადრე დაიძრა ჰაიალი. ჯეიქუნი აჩქარდა, თუმცა ვერ ჩამოიტოვა ლიდზე. და აი კარგად ჰაიალი, თუმცა ვეღარ მოახერხა, რომ გაეტარებია გადაწყობას და მოუწია გაჩერება თითქმის. აქ კი გაიქცა ამასობაში ჯეიქუნ სულეიმანოვი და მესამე კლიპი აიღო ვიწროდ, ხედავთ როგორც ცდილობს მაქსიმალური სიჩქარე ამოიღოს თავისი ავტომობილიდან, კარგად დაუმიზნა მეორე ზონას, ბოლომდე ავსებს და ამასობაში ჰაიალს გაუსწორდა ავტომობილი და უწევს დრიფტის შეჩერება და დაიძრა
იქას ადოკისკენ. თითქოს დაუტრიალდა, მაგრამ იქ გადარჩა. იქ კარგად გადარჩა, კი, აი გატარება მოუწია, ზედმეტად აგრესიულად მოწყდა და თავის თავს აღარ დაუტოვა ადგილი, თავის თავს უბრალოდ ლიდერს აღარ დაუტოვა ადგილი, რომ გადაწყობა გაეკეთებინა და აიხედა. აი. კონტაქტი ხო არ იყო? კონტაქტი არ იყო, კონტაქტი ზუსტად რო არ ყოფილიყო, ამიტომ მოუწია გაწევა. ძალიან მცირე მანძილი იყო. კუთხის დამატება. აი აქ ბოლო ზონაშიც ხედავ როგორ კი და აი აქ ცდილობდა რომ აი ყველანაირი მეთოდით დაწეოდა. შეიძლება არიოს. ყოველ შემთხვევაში კარგი სტრატეგია, თავიდან ცოტა გაშვება და ნენელა რო წამოეწიო ჯეიუნი იმდენად არასეივზე აპირებდა სიარულს რომ ადრე დაიძა და კინაღამი შეასწრო ლიდის ხაზზე. მოწყვეტის ხაზზე ხაიალს, თუმცა აი უკვე ყველა თავის ადგილზეა. რაღაცა ხო არ ქონდა ჩაფიქრებული. ხაიალი ასრულებს დავალებას. როგორც ვთქვათ, ხაიალს აქვს, ანუ საშუალება და სკილი იმისი, რომ აი კარგად გაიაროს ლიდი, მაგრამ აი ჩეისზე ჯერჯერობით ან გამოცდილება არ ყოფნის, ან ავტომობილი არ აძლევს საშუალებას, ანუ საკმაოდ კარგი ლიდები აქვს. როგორც ხედავთ, ეხლაც კარგად გაიარა. მაგრამ შეისე ბევრი შეცდომა უწევს. და ამითი ისარგებლებს მისმა მეტოქე. აი ხა ვნახოთ რა მოხდა, ნახე. აი უკვე ასწრებს. არანაირად არ შეიძლება რომ შეისერმა მოწყვეტის ხაზზე შეასწროს ლიდერს, ამიტომ მოუწია. კი, შენელება. თითქმის გაჩერება მოუწია ჯეიჰუნს და შემდეგ ამ ყოლაფრის გამო მათ შორის შეიქმნა დაშორება კეპი, რასაც ცდილობს რომ ეხა ტრაექტორიის მოჭრით რა კარგად გაატარა აქ ჯეიჰუნმა. გადაწყობა აცალა ზონაში. ბოლო ზონაში. კარგად შევიდა. ცოტა ვიწრო დავსებს, თუმცა ერთი და იგივე მრგვალი ტრაექტორით, რაც ყოველთვის ჯობია, ვიდრე გამარჯვებული ამ დუელის. გამარჯვებული რა თქმა უნდა ჯეიჰუნ სულეიმანოვი ტოპ 4-ში. ხედავთ რაღაც საუბრებს ხედავ იქ ინტერვიუს იღებენ. კი. მოდი გადავიდეთ ახლა და ვნახოთ რა ხდება უკვე მრბოლელებთან. დაგიბრუნდით ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტრიბუნის წინ, სადაც განთავსებულია 4 ავტომობილი, ტოპ 4 დაიწყო უკვე და ჩემი შემდეგი და ამ ტოპ 4-ში პირველი რესპონდენტი მინდა იყოს ადამიანი, რომელიც გიორგი გრიგალაშვილი წარგიდგენთ პირველ რიგში. გუშინ როდესაც კვალიფიკაციამდე სულ რაღაც 2 საათი იყო დარჩენილი, გიორგი ვნახე თავისი ბოქსის წინ, სადაც ძალიან სასოწარკვეთილი იდგა, იმიტომ რომ ისეთი ნაწილი დააზიანა, სამწუხაროდ ნაწილის სახელი არ მოხდეს და გიორგი გვეტყვის, რომლის გამოც სათუო იყო საერთოდ კვალიფიკაციაში მონაწილეობას მიიღებდა თუ არა. ზუსტად ამ დროს გიორგის მეუღლე იყო წასული ამ ნაწილის საშოვნელად და მოსატანად და აი ძალიან რთულ სიტუაციაში იყვნენ. შედეგად ნაწილი იშოვნეს, დააყენეს, გიორგი მიიღო კვალიფიკაციაში მონაწილეობა და გახდა გამარჯვებული. ახლა არის ტოპ 4-ში და იბრძვის ფინალში გადასასვლელად და შემდეგ რა თქმა უნდა მოსაგებად გიორგი, მოდი ახლა გითხარი რა ნაწილი დაგიზიანდა და როგორ გადაჭერით ეს პრობლემა. პირველ რიგში გამარჯობა, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. ყველას ურჩევ რომ მოვიდნენ ადგილზე და აქ ნახონ პირდაპირ ეთერში ეს შოუ, რასაც ჩვენ ვდგავთ. ხოლო რაც შეეხება იმას, რა მოგვივიდა, კატასტროფები რა ერთ სიტყვით, გუშინ გავტეხეთ ხიდის ნაწილი, დღეს კარავკა, არც გუშინ ვივარჯიშეთ, არც დღეს ვივარჯიშეთ, მაგრამ ძველი ნიჭი იმას ავქენით, ვიხსერებთ რაღაცეებს და ვავლენთ. რაც შეეხება ეხლა ხვდებით ძალიან ნიჭიერ 15 წლის გოგოს და ვნახოთ გპირდებით ყველას რომ მაგარი სანახაობა შემოგთავაზებთ. ვიმედოვნებ რომ შალიკას დავეჯახები, შალიკ. ხო, უკვე შენ გეჯახები. არა, მასი არა. მასი არა. ახლო სიარულით. თავარია კოდუასავით არ დამეჯახო. ისე დავეჯახო. თქვენი პროგნოზი უკვე ეგეთია, ესე იგი, რომ ტოპ 4-ში ირაკლი იგებს თავის გარბენს, გიორგი თავის გარბენს და ხვდებით ფინალში. არა, ეგ სურვილია, თორე ეხა ყველანი კონკურენტები ვარ, თან დრიფტი არის, არ იცი, შეიძლება მოხდეს, ასე რომ შანსებით რო თქვა, შეიძლება ეგრე იყოს და სურვილი ეგრეა, მაგრამ რა მოხდება არ ვიცი. შეიძლება მესამესთვის ვიბრძოლოთ ორივე. შენ როგორ შეაფასებ შენ კონკურენტს, ჯეიჰუნს? ჯეიჰუნს ძალიან კაი ადამიანია. როგორც კონკურენტი.
ძალიან კაი სპორტსმენია. არ ვიცი რა. ანუ პატივცემ. ნუ მეგობრო. ყავს ბოლომდე? კი, მაგას ნუ მეუბნები ხომ, თორემ მე მიფუჭდება. რატო, ჩემ გიჩვენე, ხომის გამო არ გიფუჭდება ნამდვილად. გიორგი, შენ? რა, ვინ შევაფასო? როგორ მდგომარეობაში ყავს, ანუ მზად ყავს? ყოველთვის თვლი რომ მაგარ მდგომარეობაშია მანქანა, მაგრამ უცბად ეს ეხდება ხოლმე. სანამ არ გაფუჭდება, ესია ხოლმე. რა, ეხლა კი, კარგ მდგომარეობაშია, სანამ არ გაფუჭდება, ისევ გავიმეორებ. შემიძლია ვიარო. ძალიან კარგი. ეხლა მოდი მინდა განახოთ ადამიანი, რომელიც წეგან გიორგი მახსენა, არის გოგონა და არის 15 წლის. მე ვფიქრობ, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა GDS-ზე. გოგონა ქალბატონი აქამდეც ყოფილა, მაგრამ ეს არის პირველი, რომელიც 15 წლის ასაკში გამოდის ამ პროფესიონალურ შეჯიბრზე და თან დადის არაჩვეულებრივად 18 მონაწილიდან მოახერხა, რომ ტოპ 4-ში გადმოსულიყო. იარა ძალიან კარგად და მოდი გავიცნოთ ეს ადამიანი და ვკითხოთ ძალიან მოკლედ, გითხრას როგორია მისი განწყობა და მოლოდინები. Eva, you are super girl. I want to know how is your mood and expectations? I'm so hard. Yeah. I know. საკმაოდ რთულია მეგობრებო, როდესაც ხმა გიბრუნდება და გესმის, ამიტომ ყოველთვის ყურსას მე მექვს ხოლმე ჩაკეტილი და ამიტომ არ დაძრახოთ ადამიანი თუ ძალიან გაუჭირდა საუბარი. I'm very happy to be here today. So I don't know. I hope to get to top 4. So we will see. Okay, very good. Thank you very much. And გავესაუბროთ კიდევ ადამიანს, რომელიც ტოპ 4-ში არის. ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობარი, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში ჩამოდის და ესწრება საქართველოს დრიფტის სერიებს. ეს გახლავთ ჯეიჰუნ სულეიმანოვი, რომელიც ძალიან გამოცდილი მრბოლელია, ირაკლი შალიკაშვილს შეერკინება. ჯეიჰუნ, thank you first of all, and let's tell us how is your mood and expectation? My mood is very good. My mood was very good. My opponent is not so strong, so I think I will be in final. Yes, but I want to thank everybody, all the organizers, all the fans, everybody, for hospitality, for help, and for this very good organization. I'm very happy to be here, and this is my first top 4 in GDS. I worked hard, and this is my best result. Thank you, everybody. Thank you very much. You are here. ეხლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ ნელ-ნელა კომენტატორებთან, იმიტომ რომ წეგან ლაშაჭანტურია, კაი ხნით ადრე მანიშნა, უკვე ვიწყებთო, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაგვეწერა ეს ადამიანები. გადავიდეთ ნიკასთან და ზურასთან და დავიწყოთ, ვნახოთ ვინ გადავა ფინალში და როგორ დაალაგდება დღევანდელი პოდიუმი. Drift Punks გუნდის წევრი ევა და შაკი არიან გუნდში, როგორც ვიცით. გუნდური ჩართვაც გვაქვს GDS-ზე და Drift Punks აქვს სახელი. ნახევარ ფინალები. ჩვენს მაგივეთ არჩიეს სახელი. კი. ვიგონებდით დაგვასწრეს. უძლიერეს 800 და რაღაცებს. ყველა მზად ვართ მე მგონი. 555 ცხენის ზალა აქვს. 450-ის წინა. ნახოთ. ამოწონენ ახლა დრიფტერების მზადყოფნას. ვიწყებ სტარტის პროცედურას. ორივე დრიფტერი მზად არის. დროშა აიწია და დავსტარტეთ. დაიძრა ევა, დაიძრა გრიგალა თავისი ფლიპით მოწყვეტა. როგორც ყოველთვის აკეთებს. ბრავო! უმიზნა როგორი ჩახტომა ევას მხრიდან, თუმცა შიდა ტრაექტორიაზე დარჩა და სილობს არ დაკარგოს დრიფტი, რასაც ახერხებს კიდეც. კარგად ავსებს პირველ ზონას გიორგი გრიგალაშვილი, კლიპიც აიღო და მიემართება მეორე ზონისკენ, რომელსაც იდეალურად ავსებს თავიდან ბოლომდე. ევა ცოტა შიდა ტრაექტორიაზეა, მაგრამ დარჩა მაინც. მოახერხა რომ არ დაეკარგა დრიფტი და დააფინიშა გიორგისთან ახლოს. ნახოთ რა მოხდა საერთოდ მოწყვეტის მერე. აი კარგი მოწყვეტა აქვს. აი კარგად მიუახლოვდა ხო? ცოტა ვიწროდ შევიდა პირველ ტრაექტორიაზე და კარგად მიუახლოვდა, თუმცა ზედმეტი მუხრუჭი მოუვიდა მგონი და დაკარგა აი ზედმეტი. მაგრამ დრიფტიდან არ გამოსულა.
მოახერხა მაინც ხო? შენარჩუნება მოახერხა. კი და ცდილობდა აქ უკვე წამოწეოდა, აქაც კარგად შეანგდო. თან აი ეს ტაქტიკები ყველაფერი ასწავლი აქვს, ვიწრო ტრაექტორიით შეეცადა წამოწეოდა და ბოლოს უკვე მასთან ერთად აფინიშებს საკმაოდ თამამად. თუმცა უპირატესობა მაინც ლიდერის პოზიციაში რა შემოგთავაზებს. გრიგალაშვილს ექნება მაინც უპირატესობა, საკმაოდ უხეში შეცნობა იყო. იევას მხრიდან და მეორე გარმენს ველოდებით უკვე, სადაც ლიდერია უკვე. იევა და გიორგი იქნება ჩეისზე. სულის ჩუმია, ყველა ელოდება. ყველა ელოდება. დავიწერეთ დრიფტერის წინააღმდეგ, ეხლა ნახოთ როგორ მოწყვეტას აარჩევს გიორგი გეგალაშვილი. გიორგი ბაზაშია გადაეწყო. წინსწრებით გადაეწყო საერთოდ მეორე კლიპისკენ და ამან მიცავს საშუალება რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს პირველ ზონაში. მანჯის ზონაზე აიღო, კარგად ევამ, ბოლო გადაწყობა მეორე ზონაში, სადაც ვიწრო ტრაექტორია კარგად გაიარა. დაკარგა ცოტა პროქსიმიტი. გრიგალაშვილმა, მაგრამ მოახერხა დრიფტის შენარჩუნება და დააფინიშა ევასთან ერთად მეორე გარბენში. აუ, საინტერესო გარბენი იყო, ძალიან როგორც აღნიშნეთ. საინტერესო გარბენი იყო, ცოტა ეხლა ცოტა ზედმეტადი აგრესიულა, მე მგონი გიორგი, აი აქ ნახე რა კარგად ჩაუდგა იგივე კუთხეში, გადაწყობა წინსწრებით დაიწყო, აი აქ ვიწროდ შევიდა ცოტა ევა, მაგრამ შემდეგ უკვე ზონაში კარგად მიყვება. კარგად შეინარჩუნა ტრაექტორი, აქ საკმაოდ ახლოს ბამპერში გადაწყობა, არ ჩამორჩა მეორე მხარეცაც სინქრონულად გადაეწყო გიორგი და აი აქ ცდილობდა, ხო, აი ძალიან აგრესიულად ახლოს მისვლას და ცოტა კორექციის გაკეთება მოუწია, რის გამოც დაკარგა ცოტა პროქსიმიტი, ესე ვთქვათ, ლიდერთან, თუმცა მაინც ახლოს იყო და წესით ბატონო მივიღეთ კიდე შედეგი. გადავიდა ფინალში გიორგი გერალაშვილი, ევა კი იბრძოლებს მესამე ადგილისთვის და შეხვდება ირაკლი შალიკაშვილს და ჯეიხონ სულეიმანოვს შორის გამარჯვებულს არა, დამარცხებულს. ევა შეხვდება დამარცხებულს, გიორგი კი შეხვდება გამარჯვებულს. მიჩვეული. რა ისეთი გარბენი ხონდა რომ ამის შეგრძნებას არ გიტოვებდა არც ერთი წამით. და მასზე ტემპით უფრო ცოტა ნელ მეტოქეს ხდება, მოუწევს უკვე გათვლით სიარული. ესეც საკმაოდ რთულია. თავარია არ გაიმლო თავი. ჯეიხუნმა კი უნდა აჩვენოს აი თავისი მაქსიმუმი ზეღა როგორც ვთქვით 110%, ყველაზე ჩქარი დრიფტი, ყველაზე აგრესიული დრიფტი დაჩენილია. ეს ვანახა რა შეუძლია თავის ავტომობილს დაიძრა, ალბათ აი ელოდება, როგორ ელოდება, გვერდი. დაიტოვა ცოტა ადგილი სამუშაო შალიკაშვილმა. კარგად შევიდა, ახლოს მიყვება. მაქსიმალურად ფართო ცდილობს, ეხლა ცოტა ვიწროდ გამოვიდა. მეორე ზონიდან გადაწყობა მესამე კლიპისკენ, დაელოდა ირაკლი შალიკაშვილი. აიმე არა! ჯეიხონ სულეიმანოვი კი აფინიშებს ამ გარბენს. ირაკლი შალიკაშვილი ვერ იპოვა ადგილი, ვერ იპოვა. მოდი გამეორებაზე ვიხილოთ რა მოხდა. მოწყვეტაზე აი ხედავ როგორ დაიტოვა, ცოტა ადგილი წინასწარ გადაეწყო. აქეთ მხარესაც ახლოს მიყვება, ელოდება, ცდილობს მაქსიმალურად აი ხედავ ბაზაში ჩაუდგა კიდეს და აი აქ გავდივარ დრაგ ზონაზე, სადაც კინაღამ გადაასწრო, დაელოდა მარჯვენა მხარეს, აქ ბაზაშია და ვეღარ მოახერხა. აი საკმაოდ ჩქარა ვეღარ მოახერხა შენელება რომ გაეტარებია ლიდერი. თავი კარი არ გაეღოს. თავი კარი, მე მგონი კარი რომ სულდეს ვეღარ გააკეთოს. სად ვარ დავიძარი? აი სარკე როგორ კიდია? ოპა! კიდე ერთი კონტაქტი. ხმა დავკარგე. არ ვიცი. ეს არ ვიცი. ხელის უხუჭე დარჩა, აღარ დაიძრა. ანუ ძრავამ საბურავების ზალა აღარ მიაწოდა, რა მოხდა?
აი აქ ხედავთ მოწყდა და უბრალოდ ვეღარ დაიძრა ირაკლი. ხოთ აი მაროს ხედავთ. დაგიბრუნდით ირაკლი შალიკაშვილის ბოქსიდან მეგობრებო, როგორც ნახეთ ჯეიჰუნ სულეიმანთან გარბენის დროს პირველ გარბენზე მოხდა პატარა ინციდენტი და მეორეზეც ასევე და ირაკლი მოგუყვება უფრო დეტალურად რა მოხდა. ირაკლი, მოდი ჯერ პირველზე გითხარი რა დააზიანე და მე მეორეზე მოგითხარი რა. ანუ პირველზე შევყევი და საბურავი შევარდი. მეგონა რომ რაღაც შეადგებოდა, ნუ გადავამლაშე ესე რომ ვთქვათ. მეორეზე მოწყვეტა გავაკეთე და მოწყვეტის დროს დამარტყა. სიმართლე რომ ხო, ანუ მოწყვეტის დროს ლიდერს ხელი არ უნდა შეუშალო. ხელი შემიშალა. მანა ჟიურიმ გადაწყვიტა რომ ჩემი აზრით ომემტე იყო, მაგრამ ნუ ვენდობი ჟიურის და თუ ეგრე დაინახეს რაღაც მე გამეორება არ მინახე, მაგრამ შიგნიდან ეგრე იყო რომ მოწყვეტის დროს დამარტყა. ეხლა რა პრობლემა გაქვს, მოდი აგვით. მანქანაზე საბურავის დაზიანებულია და გვერდითა კარების და თუ შევძელი გასვლა რაღაცა დრო მაქვს, თუ შევძელი გავალ, თუ არა და თუ არა და ევო მესამეზე გავიდა და ეგ. თუ არა და ძალიან კარგი პრეცედენტი დაფიქსირდა. მესამეზე ძოლა დიდად არ მიხარე, არ მინდა რა ანუ. ანუ ეხლა შენთვის სულ ერთია მესამეზე იქნები თუ მეოთხეზე? სულ ერთი. მაშინ დაუთმო. დაუთმო? აი დაუთმო. როგორი ჯენტლმენური ის არის, იმიტომ რომ ძალიან მაგარი პრეცედენტია გოგო რო გამოიძა თან ამასაკის. ისე როგორი მოლოდინი გაქვს 5 წუთში მოასწრებთ? არა, მოსწრებადი არის ეს. აი გავიდე თუ არ გავიდე მითხარით. მოდი მაყურებელმა დაწეროს კომენტარებში და კაცაცყვიტოს. გავიდეს ირაკლი მესამეს საბრძოლო და თუ არა. ეხლა რა პროცესები მიმდინარეობს, მოდი სანამ დრო გვაქვს ეგენი გვითხრა. კარები არის მაგ მე აი თან შეგვიძლია დავათვალიო რომ ძვირფასო მაყურებლებო რა ხდება ბოქსებში დღეს ისეთი ჩართვები გქონდა რომ სამწუხაროდ ბოქსებში ვერანაირად ვერ შემოგახედეთ რა სიტუაცია იყო ზოგადად როგორი არის შიდა სამზარეულო დრიფტის და ეხლა გვაქვს მაგის საშუალება ზუსტად ირაკლი შალიკაშვილის ავტომობილის და ბოქსის ფონზე ვნახოთ რა სიტუაცია ხოლმე აქ. ირაკლი შენ ყოფილი თანაგუნდელი არ გველაპარაკება ხოლმე და მაგის ნაცვლად შენ რო გითხრა რატო არ გამოდის? ეხა იცი რა მითხრა მოვიდა და მიეციო ბავშვი არის გაანებო და ნაძირალა ნუხარო და აი არ გამოვდივარ ევა სულოცავ მესამე ადგილს გრიგალა სულოცავ პირველ ადგილს ჯეკას მეორე ადგილს აჰა აი წინასაც ჩემი პროგრამა ირაკლი პოდიუმი გიგაზე რას გვეთქვი რატო არ გამოდის? გიგა რავი მოვიდა არ გახვიდეოდა მგონი ენანება კიდე მაგ თვითონ რატომ არ გამოდის ჟიდი? თვითონ მანქანა აღარ ყავს აღარ გამოვდივარ თომობ ექსკლუზიური ინფორმაციის მომსწრენი გახდით. სანამ ჟიური გამოაცხადებდა, ან სანამ გარბენს ვიხილავდით, ირაკლიმ პირდაპირ გამოაცხადა, რომ აღარ გამოდის მესამე ადგილისთვის საბრძოლველად და ევას გოგონას უთმობს მესამე ადგილს. აპლოდისმენტები დაუკრეთ, მოდი ყველა მაგისტრის. ხო, აი ძალიან კარგი. აი ხა თუ ლაივში ვარ, ჟიურის ეჭვი შეპარვია და პასტანოვკიზოს მე რასაც ვამბობდი, რომ ჩვენ მხარეს იყო თუ გამამართლეს მე უკვე აღარ დავთომ. ეხა მე ჟიურისთან წავალ. მე მგონი ევას გარანტირებული მესამე ადგილი ცოტა ეჭვი ქვეშ დადგა. დავალოდოთ მანამდე ჩვენ შეგვიძლია ამას ვუყუროთ ან კომენტატორებთან გადავიდეთ როგორც გადაწყობს რეჟისორი. ამასობაში გავიგებთ რა გადაწყდება ჟიური როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს დარჩება თუ არა იგივე პოზიციაზე რა პოზიციაზეც იყო და რა გადაწყვეტილებას მიიღო თუ განიხილავენ დანიშნავენ one more times ირაკლიმ როგორც თქვა ავტომობილი წესით მოესწრება ისეთი დაზიანება არაფერი არ მოხდა რომ 5 წუთში ვერ მოვასწრო თუ მაგალითად დანიშნა ასე ვთქვათ ჟიურიმ one more time კიდევ ერთხელ გაივლიან ჯეიჰუნ სულეიმანოვი და ირაკლი შალიკაშვილი გარბენს და ვნახავთ ვინ გახდება გამარჯვებული. შეიძლება წეღან ირაკლიმ რაც დაალაგა პოდიუმი საერთოდ თავდაყირად ადგეს და გადალაგდეს ეგ რიგითობა რაც წეღან პროგნოზად გვითხრა. მანამდე შეგვიძლია ამ კადრებს უყუროთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანს ძალიან აინტერესებს ეს ყველაფერი, ვინც დრიფტს უყურებს. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ძალიან პატარა დროით დაგიბრუნდით, აქ მყავს ადამიანი 2 წელია ვეხვეწები, რომ პირდაპირ ეთერში ჩამერთოს და როცა დრიფტერი აღარ არის, ახლა კიო აღარ არის პრობლემაო და ეთყობე მაგაში იყო პრობლემა, სანამ დრიფტერი იყო. გიგა, მოდი გითხარი რატო აღარ გამოდი? ანუ ბოლო ერთ თვეში ბევრი რაღაცა მოხდა და ისე გამოვიდა, რომ ირაკლის დაჭირდა ეს მანქანა და რა თქმა უნდა, კი უთხარი და ავირჩიეთ, რომ
ირაკლის უნდა ევა, ხო, რა თქმა უნდა, კი და მაგრამ მაინც დავბრუნდი აგერავა. ფონზე დავაფიქსიროთ, ეს მანქანა როგორც წეგან ირაკლიმ თქვა, იყო გიგასი და მე გადააკრა რა თქმა უნდა ირაკლიმ თავისი პრინტი და ეხლა დაბრუნდა გიგა თავისი კარებით, ასე ვთქვათ. როგორი პატარა ნაწილი მაინც არის. მაინც არის დრიფტი, ხო, თლად მაყურებელი ეხლა როგორი შეგრძნება შენ მანქანას გარედან რო უყურებ? ძალიან ეფექტურია ხა შიგნიდანაც იყო ეფექტური, მაგრამ გარედან რო უყურებ. სხვა რო დადის შენი მანქანა? ცრემლებით უყურებ და მეც მინდა სიარული. მაგრამ მიხარია რომ ჩემი გუნდელი დადის. გიორგი გრიგალაშვილი, ჯეიჰუნ სულეიმანოვი. ფინალური გარბენი. ჯეიჰუნი ცოტა ადრე დაიძრა, რომ თავისი აჩქარება ანახოს და რას აკეთებს? გრიგალაშვილი გაეპარა სტარტის ხაზზე. მოწყვეტა გააკეთა მოსასწრაფო, თუმცა არ დაკარგა. ჯეიჰუნმა შეძლო მაინც რომ გამოწევდა გრიგალაშვილს დატრიალდა ჯეიჰუნ სულეიმანოვი. საბოლოო ეშმაკობებს ქონდა მე მგონი ადგილი ხო? თუმცა ეგეთი ეშმაკობები დაშვებული როგორ არის არ ვიცი, არ არის. წესისგან გავიგებთ ამ ყველაფერს. აი აქ ანუ თუმცა თვითონ მე მგონი თვითონ თავისივე დანაშაულია თავის თავს გაუკეთა ესე თქვა ჯეიჰუნ სულეიმანოვმა ეს ანუ ჯერ ერთი რომ გადაასწრო ლიდერს და მეორე მარჯვენა მხარეს დაიწყო გადასვლა ანუ ლიდერის მხარეს დაიწყო გადასვლა ანუ ტრაექტორის დაკეტვა დაუწყო აქ ცოტა დაიბნა ამ მომენტში გრიგალაშვილი და ბოლოს როცა იპოვა ადგილი გამოუძრა და გააკეთა მოწყვეტა ანუ ეძებენ სიმართლეს ხაკი ვიხილავთ მეორე გარბენს ჯეიჰუნია ლიდზე გრიგალაშვილი კი იქნება ჩეისე აღარ ასწრებს უკვე ჩეისერი ლიდერს კარგი მოწყვეტა ჯეიჰუნის მხრიდან გრიგალაშვილი აქ გასწორდა გრიგალაშვილი არ დაკარგოს დრიფტი მის უკან გადაასწრო რა თქმა უნდა და ბოლომდე გაივლის მიემართება ფინიშის ხაზისკენ თავისი პირველი გამარჯვებისკენ GDS-ის 20-25 წლის სეზონში დააფინიშა კიდეც რა თქმა უნდა ოვაციები გესმით ალბათ თამამად აი გამეორებას ხედავთ კიდეც თუმცა ის პირველი გავლის გამეორება სადაც როგორ შეუძურა მოუწია შეძრომა მოუწია და აი აქ მაინც როგორ მოახერხა სხვათა შორის ჯეიჰუნმა რომ არ ჩამორჩა ამის შემდეგ აი კარგად მიყვა გამოეპარა საერთოდ გამოეპარა მოწყვეტაზე და შემდეგ მოუწია და აი კონტაქტი იყო მე მგონი აი აქ ისევ ჩეისერის ვალეულობით გადავიდეთ ჩვენც ჩავიდეთ დაბლა და იქიდან შემოგიერთდებით უკვე სადაც შეხვდებით შემდეგ ეტაპზე საინტერესო ამბები ხდება შეხვდებით მომავალ ეტაპზე მადლობა ეთერში ვართ მეგობრებო მაგრამ ჩემს კონკურენტს აქვს დაკავებული სამწუხაროდ ბატონო რობერტო ანუ მაგარია ჩემი არა აი აქეთ არიან გიორგი მოდი ახლა შენი ემოციები ხარი და მოლოდინები როგორი გაქვს ახლა აი ამ როგორი შედეგი დადგება და საერთოდ გამდიდრეთ გახარებული როგორ ეს გარბენებზე გითხარი მოდი პირველ და მეორეზე ემოციები იმის მიუხედავად რა გადავიტანეთ გუშინ და დღეს ათანაბრებს რა ანუ ის მაინც ვერ ამოუშალე რა ტანჯვაში ვიყავით გუშინ და დღეს რა თქმა უნდა პირველი ადგილი ძალიან მაგარი არის რო იტყვიან ნავსი გავტეხე არ გამოცხადებულა ჯერ არ გამოუცხადებია აი არ გავსულვარ ჯერ პირველზე მოვიტყუილე არა ჟიურის გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის ეს უბრალოდ რა თქმა უნდა არის გიორგის ეს ჩემი პატარა ბიჭი არის კი ხარ კი ეს არის რა თქმა უნდა ჯერჯერობით ყველაფერი პროგნოზი არ უბრალოდ გარბენი იმდენად ასე ვთქვათ თვალსაჩინო იყო როგორ წარიმართა რომ რა თქმა უნდა ყველას აქვს თავისი პროგნოზი ეხლა მოეწყობა პოდიუმი სადაც გამოცხადება ოფიციალურად მესამე მეორე და პირველი ადგილის გამარჯვებულები და ჩვენ შეგვიძლია წარმატებები ვუსურვოთ დანარჩენ მრბოლელებს და ამ ადამიანებსაც ძალიან კარგი ეტაპი გამოვიდა მე ვფიქრობ როგორ კი 2020 წლიდან ერთი სეზონი და ერთი შეჯიბრი არ ჩამიგდია GDS-ს გამოვდივარ ყოველ შეჯიბრზე
და ესე ვაპირებ რა მთავარია თანხები, ხელი შემეწყოს ამ ყველაფერში და მე კიდე ვიბრძოლებ ბოლომდე. 2020 წლიდან დღემდე შენი ისტორია როგორი იყო პოდიუმზე რამე? 2020 წელი იყო პროორი კლასი, მაშინ ჩემპიონი გავხდი და 21-დან პროში ჩავერთე და ანუ პირველი არ ვყოფილო არასდროს, მეორე მესამე ადგილები მქონდა, მაგრამ პირველი დღეს დავიმსახურეთ. მაგრამ მაინც დაველოდოთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ჟიურის, რომელიც ძალიან მალე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს პროფესიონალი, უცხოელი ჟიური, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას. რამდენადაც თვალსაჩინო არ უნდა იყოს, ჩვენ მაინც უნდა დაველოდოთ ჩვენი პროფესიონალი ჟიურის გადაწყვეტილებას, რას გადაწყვეტებს. კი, ჟიური ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მაგარი ხალხია ჩამოსული და დაველოდოთ, კარგი. რაც მთავარი ობიექტურები და არა მიკერძოებულები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზოგადად ამ სპორტში. კი. დაველოდოთ, ძალიან მალე ალბათ დაახლოებით 5 წუთში გავიგებთ. ჩამახუტე ახლა ხალხს, ცოტა ხანი იმას კი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვენს რჩეულს ასე ვთქვათ, მიულოცოთ. პირველი იქნება თუ მეორე იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ნებისმიერი ადგილი, პოდიუმი არის უკვე გამარჯვება, იმიტომ რომ ძალიან დიდ გზას გადიან მრბოლელები იმისათვის, რომ აი ამ ტოპ 3-ში მოხვდნენ. მაშასე ძვირფასო დამსწრე საზოგადოებამ შეგვიძლია გადავიდეთ დაჯილდოების ცერემონიალზე, გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ ჩვენი ჟიური, მაგრამ ჯერ კვალიფიკაციის გამარჯვებული უნდა დავაჯილდოვოთ. კვალიფიკაციის პირველ ადგილოსანი გახდა გიორგი გრიგალაშვილი, რომელსაც დააჯილდოვეს გიგი ტუღუში. აპლოდისმენტები გიორგის ნამდვილად ეკუთვნის ისეთ რთულ მდგომარეობაში გავიდა კვალიფიკაციაზე. ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ მესამე ადგილოსანი გამოვაცხადოთ ჩვენი გოგონა ევა ივანოვი გახდა მესამე ადგილის მფლობელი. უხარე აპლოდისმენტები ეკუთვნის ევას დებიუტი იყო GDS-ზე და პირდაპირ პოდიუმით დაიწყო. და ახლა გავიგებთ პირველი და მეორე ადგილის გამარჯვებულს, მაგრამ ტრადიციულად აქ გამოვაცხადოთ პირდაპირ პირველ ადგილოსანს. მაშ ასე. საქართველოს დრიფტის სერიების 2025 წლის პირველი ეტაპის გამარჯვებული გახდა გიორგი გრიგალაშვილი. მეორე ადგილზე გავიდა ჯეიჰუნ სულეიმანოვი, რომელიც არაჩვეულებრივად ასპარეზობდა ასევე ჩვენი ჟიური დააჯილდოვებს გიორგის და ჯეიჰუნს.